ჩვენ ვაგრძელებ საუბრებს საღვთო ისტორიის, ანუ ბიბლიური ისტორიის შესახებ. ძალიან საინტერესო მომენტი უნდა განვიხილოთ მამამთავრების ცხოვრებიდან. მე შეგრებულად ვთქვი, ცოტა ისე ხანგრძლივ დროს მამამთავართა ცხოვრების განხილვას ვინაიდან ყველაფერ მამამ თავი უნდა მოიყაროს იმ ეროვნული ერთეულის ჩამოყალიბებაში, რომელიც გახლავთ ისრაელი და სწორედ მათში უნდა გაცხადდეს და გაცხოველდეს ცხოვრების ის წესი, რწმენის ის ფორმა, რაც მამამთავრებს ჰქონდათ და ჩვენ ნახავთ ცოტა მოგვიანებით ამას ახლაც ვთქვი და აღნიშნავ რომ ტრაგედია ხალხისა ამ ეროვნული ერთეულისა დადის ორნიშნულამდე. პირველი ისინი არ ცხოვრობენ იმ რწმენით, რა რწმენაც მამამთავარს ჰქონდა და მეორე აქედან გამომდინარე მათ შერყვნილი, ასე ვთქვათ, დაზიანებული წარმოდგენა აქვს იმ მისიაზე, რა მისიაც ამ ხალხს განეკუთვნა ღმერთმა. ჩვენ ნელ-ნელა ამას გავეცნობით, დავიწყებთ მოსეთი და სოლომონთან ხაზს გავუსვავთ უკვე აი ამ გენეზის, ამ გზის გენეზის და ხაზს გავუსვავთ თავისთავად ცხადია შევეხებით ისეთ ძალიან საინტერესო მომენტს, როგორც გახლავთ მონარქიის შემოტანა, შემოღება ისრაელის წიაღში. მაგრამ აი მისათვის ყველაფერი კარგად გავიაზროთ, ამისათვის საჭიროა ის საფუძვლებს გავეცნოთ, რაზეც შენდებოდა და რაზეც საიდანაც ამოიზარდა ის საოცრება, რომელსაც ბიბლიაში ისრაელი ეწოდება. ახლა იმას რა ქვია, ჩვენ საუბრობდით, რომ ისააკ შეეძინა, ისააკს და რებეკა შეეძინა ესავი და იაკობი, დავახასიათეთ ესავი როგორც მონადირე, როგორც ველისკაცი, დავახასიათეთ იაკობი როგორც კაროში მცხოვრების სრული კაცი, ანდა სეტუაგინტას თარგმანით, რომელიც აისახა ძველ ქართულ ეთნიკაში უმანკო კაცი, თავისთავად ხადია უმანკოება გულისხმობს მის რწმენის, მის სულიერ შინაგან მდგომარეობას და შესაბამისად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამ უმანკომ, ამ სრულმა კაცმა მოდი ასე ვთქვათ, გაისაკუთრა თავის აზროვნებაში, თავის მენტალობაში ის მისია, რა მისიას შობადობით, პირუშოობით ეკუთვნოდა მის ძმას ესავს და შესაბამისად მოხდა ისე, რომ ესავმა დათმო პირუშოობა და მისი პირუშოობის დათმობა ასეთი სიტყვებით იყო წარმოდგენილი წმინდა წერილში, რაც მინდა პირუშოობა თუ კი შიმშილით მოკვდები, შემდგომ როდესაც საკვები მიიღო და ასე ვთქვათ ეს თავისი შიმშილით დაიწყრო, ისიც ეწერა წმინდა წერილში, რომ ესავმა ეს ყველაფერი არაფრად ჩააგდო და ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესავის ტიპი გახლავთ ადამიანი, რომელსაც რაღაცა შობიდან ვინავს, რაღაცა გასაკუთრებული ფიქრობს, რომ რადგან აი აქ დაიბადა და ასე დაიბადა და ამ პირობებში დაიბადა, უკვე მას აპრიორი ეკუთვნის ყველაფერი, როგორც არ უნდა იცხოვროს, ის მაინც აი ამ განსაკუთრებულობის, აი ამ ექსკლუზივის ქვეშ იქნება. ბიბლია სწორედ ამას მიუთითებს, რომ არა შობადობა, არა პირუშოობა, არა შობის თვალსაზრისით, არამედ ცხოვრების თვალსაზრისით ხდება ღვთისაგან წყალობისა და კურთხევის მიღება. ხა რაღაცაზე თუ დაუკვირდეთ, ჩვენ ნათხრობა ამაზე უნდა დავიწყოთ ახლა სწორედ. წმინდა წერილში აი რეფრენად გასდევს, აი რაღაცნაირად აი ეს აზრი დევს ყოველთვის, რომ პირუშოობა, ანდა განსაკუთრებულობა, ანდა გამორჩეულობა როგორც წესი, მე გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როგორც წესი უფროს არ ხდება უმცროს. არც აბრაამი იყო თავის ოჯახში უფროსი, არც ისააკი იყო თავის ოჯახში უფროსი და ახლაც მოხდება იგივე, როდესაც ისააკმა პირუშოობითი კურთხევით, ანუ სამამამთავრო კურთხევით, ანუ აი მესიანური კურთხევით უნდა აღჭურვოს თავისი შვილიდან ორი, არც ისააკის შვილთაგან პირშო შეხვდება პირშოობითი კურთხევა, არამედ ეს შეხვდება უმცროს, ანუ იმას, რომელიც ცხოვრების წესით იმსახურებს ამას და არა იმას, რომელიც თავისი შობის უპირატესობით გონია რომ იმსახურებს ამას. ახლა ზუსტად იგივე მოუვა ისრაელს, როგორც გითხარით და ამიტომაც იმ მონაკვეთში, რომელ მონაკვეთსაც ახლა განვიხილავთ, იაკობის სახესიმბოლოა ახალი ისრაელისა, ანუ ეკლესიისა, ხოლო ესავის სახესიმბოლოა ძველი ისრაელის, ანუ ძველი ახლის ეკლესიისა, რომელიც მოხადულობდა თავისი აბრაამიდან ჩამომავლობით და მოხადულობა მას არაფერი მოუტანა, ხოლო ახალი ისრაელი, რომელიც არ მოხადულობდა აბრაამისაგან ჩამომავლობით, ანუ
ამუკადულობდა ამ უფროსობით, სწორედ მას დაუმკვიდრა კურთხევა, მას შეახოდა კურთხევა უფალმა, სწორედ მასზე სწორედ ის დაცლიდა ქრისტემ თავის საზღვრად, ანუ ახალი აღთქმის ეკლესია. მოდი მივაქციოთ ყურადღება ახლა უშუალოდ წმინდა წერილის თხრობას. წმინდა წერილში ნათქვამი ერთ ძალიან საინტერესო რამ, რომელიც ჩვენ წინა თხრობასთან დაგვაბრუნებს, კერძოდ ნათქვამია, რომ ისააკი მოხუცდა, მას თვალს აკლია, ისააკი ახლა დაახლოებით თუ გადავთვლით 127 წლის უნდა იყოს და ძალიან ისე თვალს მოაკლდა ისააკს, ვერ იმაშება რა ქვია, კარგად ვერ იყურება, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ სიბრმავე წმინდა წერილში კი არა, ზოგადად ამ ეპოქაში დაწერილი სიბრმავე ყოველთვის არ გულისხმობს აბსოლუტურ ვერმხედველობას, შეიძლება გულისხმობდეს ცუდად ხედვასაც და ამასაც სიბრმავე ეწოდებოდეს. ზოგადად ძალიან საინტერესოა თვალის დეტალი იმ რა ქვია ანატომიურ ცოდნაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ადამიანს, ორი რამ არის წარმოდგენილი, ორი ხედვაა წარმოდგენილი, ერთი ეკუთვნის არისტოტელეს, რომელიც ავიცენამ თავის ცენამად გაიმეორა, რომლის თანახმადაც თვალიდან გამოდის სინათლე, თვალიდან გამოდის ნათელი, ეს ნათელი ობიექტებს ხვდება, მოჭერს ამ კონტურებს, თვალში არის რაღაცა ნერვული ხაზი, რომელიც უკავშირდება ტვინს და აი ეს შემოხაზული კონტური, რომელიც თვალმა გაანათა, შედის იმაში, რა ქვია, გონებაში და აი საგანს ასე აღიქვავს სუბიექტი. მეორე ხედვა, ამის გასავებული ხედვა ხდება პტოლემეოსთან, ხდება მეორე სახელს გავიხსენებ, არ მახსენდება მაპატიეთ, მაგრამ გამახსენდება უცილებლად, რომელიც ამბობს პირიქით, არა თვალიდან გამოდის ნათელი, არამედ თვითონ საგნები ანათებენ და ეს ნათელი შედის თვალში და თვალი ამ ნერვული უჯრედების საშუალებით ტვინს მიაწვდის ობიექტის გამოსახულებას. 1261 წელს ბეკონმა საბოლოოდ შეაჯერა ეს ორი ხედვა და თქვა, რომ ორივე მომენტი არის, ანუ ხდება როგორც არეკულა საგნებისა, ასევე თვალიდან გამოსული ნათლის შეხვედრა და ყველაფერი ეს ილექება ადამიანის. ამიტომ რატო ვამბობ ამას, იმიტომ რომ თვალიდან გამოსული ნათელი, თვალიდან გამოსული ეს სინათლე, როგორც წარმოდგენაც ჰქონდათ აი ამ მხედველობაზე ძველ დროში, გულისხმობდა სწორედ რაღაცნაირად გვახსენებს იმასაც მაცხოვარმა თვალთან დაკავშირებით თქვა, რომ ის რაღაცნაირად აი სარკია და რაღაცნაირად აი თვალიდან გამოსული აი ეს მდგომარეობა ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ძალიან საინტერესოა. ზოგადად აი მე იმიტომ გითხარით, შუა საუკუნეებში ცნობილია, რომ აი ეს უსინათლობა უკავშირდება სწორედ გონების დაბინდვის რაღაცა მომენტს, როდესაც აი აღარ აქვს თვალს საშუალება ნათელი გამოსცეს, ან და მეორე შეხედულებით, პტოლემეოსისა და ეს შეხედულებით თუ კი მოხდება პირიქით ნათლის მიღება, ანუ გონებრივ რაღაც სისუსტეზეც აკეთებდნენ აქცენტს. აი მაგალითად ცნობილია საფრანგეთში ერთი ასეთი ჩანაწერი არსებობს, როდესაც ბრმები ძალიან მასხად იყვნენ აქტებულები, როგორც რაღაც გონებრივი, ან იმის საქვია, რაღაცა სიტუხჭირის მქონე ადამიანები, მაგალითად იმას საქვია შეუშვებდნენ რაღაცა ჩანაწერის მიხედვით შეუშვებდნენ რაღაცა შემოკავებულ ადგილას, სადაც თქვა ღორი დარბოდა და ეს ღორი უნდა ეცემათ, ასე თქვა და მოეკლათ და მაშინ ეს საჭმელად მათ შეხვდებოდათ. და რადგან აი ბრმები იყვნენ, ან და ძალიან ცუდად ხედავდნენ, ისინი ხშირად ერთმანეთს უფრო უტყავდნენ, ვიდრე ამ ღორი დარბოდა და ეს ადამიანი ასე ვერ დარბოდა და ამითელი ეს ფრანგები ერთობოდნენ და ხალისდებოდნენ. და ეს ამას უკავშირდება სწორედ რომ წმინდა წერილში, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ვიღაცა ბრმა არის და ვიღაცა თვალის სინათლე ჩინი წართმეული აქ და ვერ ხედავს, არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება ეს იმ წარმოდგენებს, რომელიც თქვა ევროპაში იყო და რომელიც თქვა აი ეს ადამიანის ამოცულებაზე მიუთითებდა. ისააკი აბსოლუტურად საღონებაზეა და სრულიად იმას აქვია, სრულიად ლოგიკურად აზროვნებს. პირიქით ის ეთქოს კიდევ არ ჩემშვილს, თავის შვილს, რომ სანამ ის მოკვდებოდეს, მოუმზადოს ესავმა ნანადი წავიდეს, მოინადიროს, მოუმზადოს ნანადილები, რომ მისმა სულმა აკურთხოს ის. ახლა ჩვენ გაგვახსენდება წინა შეხვედრაზე ნათქვამი, აი ერთი დეტალი, როდესაც რებეკა წავა გამოსაკითხავად და ჯაჭვურობენ შვილები მის წიაღში და უწინასწარმეტყველებენ რებეკას, რომ ორი ხალხია შენ წიაღში, უფროსი დაემორჩილება უმცროს.
ცოტა მოგვიანებით ნათქვამი იყო ისააკს ესავი უყვარდა, ხოლო რებეკას იაკობი და ჩვენ თქვით რომ ისააკს ესავი უყვარდა არ ნიშნავს იმას რომ ისააკს იაკობი არ უყვარდა და რებეკას იაკობი უყვარდა არ ნიშნავს იმას რომ რებეკას ესავი არ უყვარდა. უყვარდა ამ შემთხვევაში გააზრებულია როგორც ეიმედებოდა, როგორც თქვათ აი მზერა ქონდა მიმართული. ამიტომ ჩვენ რაც ვივარაუდეთ წინა შეხვედრაზე ეს უნდა გავიმეოროთ რომ სავარაუდოდ წინასწარმეტყველება რომელიც რებეკამ მიიღო ისააკმა ან არ იცის ან და ყოველ შემთხვევაში მას ეს ყველა ვარიანტში დავიწყებული აქვს ვინაიდან ჩვენ ვერანაირად ვერ ვიფიქრებთ ვერც ერთ მამამთავარზე ამის არანაირი მითითება არ გვაქვს არც წმინდა წერილში არც ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში რომ რომელიმე მამამთავარის საფრთხო ნებას ან მის განგებას ეწინააღმდეგება. სხვაგვარად რო თქვათ ისააკმა თუ იცის რომ უფროსი უნდა დაემორჩილოს უმცროს ანუ უმცროსია პირშეობითი კურთხევისათვის რა ქვია გამორჩეული და არა უფროსი ის თავიდანვე თავისშულს არავითარ შემთხვევაში არ ეთყოდა რომ პირშეობითი კურთხევით შეუნდა გაკურთხო. ანუ ისააკი ამ შემთხვევაში ასკარად უცოდნელია აი ამ წინასწარმეტყველებისა. აქ საინტერესოა ესავი რომელიც მოკიდებს ხელს თავის შვილ კაპარჭს და გაემართება სანადიროდ. გაემართება სანადიროდ რისთვის? იმისათვის რომ მოუმზადოს ნანათილები მამამის როგორც ეს მამამ უთხრა და მამამ აკურთხოს მამამ მისცეს პირშეობითი კურთხევა. რატო აკეთებს ამას ესავი? ესო მოხო დათმო პირშეობა. ესო მოხო უარი თქვა პირშეობაზე. ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ მან კი თქვა უარი პირშეობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად ჩააგდო. არაფრად ჩააგდო არა ის რომ საჭმელის გულისთვის გაცვალა პირშეობა. ამით არაფრად ჩააგდო ის რომ მის სიტყვას მის დამოკიდებულება შეიძლება თავისი ძალა ქონდეს და თავისი ასე ვთქვათ შედეგი ქონდეს. არაფრად არ აგდებს მას აი რაღაცნაირად გასაკუთრებულია. იაკობმა როგორც უნდა იცხოვროს პირველი ხო მაინც ის არის. პირშეობითი ხო მაინც ის არის შვილი ისააკისათვის და ახლა რა მნიშვნელობა აქვს საჭმელის გულისთვის რაღაცა სიტყვის თუ რაღაცას არ იტყვის. შესაბამისად ამას ვაქცევთ ყურადღებას სწორედ როდესაც საუბარია მაცხოვრის იგავზე რომელიც ასეთი გავს ბრძანებს რომელმა გააკეთა ხო რომელმა შეასრულა მამის ნება როდესაც მამა ეტყვის წადიეს გააკეთე შვილი უპასუხებს წავალ გავაკეთე მაგრამ არ წავა ხოლო მეორე სიტყვის წადიეს გააკეთე და მეორე უპასუხებს არ გავაკეთე მაგრამ წავა და გააკეთეს რომელმა შეასრულა მამის ნება თავისთავად ხადი არა იმან რომელმაც უპასუხა არამედ იმან რომელმაც გააკეთა საქმით აღასრულა ეს ამაზე აქვს აქცენტი მაცხოვარს და ეს ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ქრისტიანულ ლიტერატურაში დაიწერება მოძღვრება სწავლება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ქრისტიანი ყოველთვის ხაზი ესმევა ამას რა არის ქრისტიანის სახელი რა არის ღირსება ქრისტიანისა ხაზი ესმევა სწორედ ამას ცხოვრების წესს აზროვნების ფორმას არა ის რომ შენ ქვია არამედ ის რომ შენ ცხოვრობ სახელის მიხედვით ანუ სახელის მიხედვით კი არ იმაშვები რა ქვია კი არ აფიქსირებ შენს ვინაობას არამედ შენი ცხოვრებით აფიქსირებ ამ შენ წამს შენს აზროვნებას ანუ სახელის შესაბამისი ცხოვრება გაქვს და არა პირიქით შესაბამისად აი აქ როდესაც ესავი თავხედურად მაინც დგება და მიდის ნადირის მოსანადირებლად და კერძის მოსამზადებლად იმიტომ რომ პირშეობითი კურთხევა მას შეხვდება ეს ახასიათებს ამ პიროვნებას და მსგავს ადამიანებს რომლებიც არ ფიქრობენ ცხოვრების წესზე და მხოლოდ რაღაცა აი ამ ექსკლუზივით არიან წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე აი ამ ხმას მამის ხმას ისააკის ხმას შვილისადმი ნათქვამს გაიგონებს რებეკა ეკლესიის წინასახედ არის წარმოდგენილი საეკლესიო ეგზეგეტიკაში დაიბარებს იაკობს თავისთან და ეტყვის გავიგე რა უთხრა მამა შენმა შენს ხმას ახლა წადი ფარაში მომიყვანე ორი კრავი ორი თიკანი დაკალი მოვამზადებ შეჭამած და შედი რომ შენ გაკურთხოს ესავის მაგირათა შენ მიიღო პირშეობითი კურთხევა იაკობი პასუხობს რომ ამას ვერ გააკეთებს რადგან მისი ძმა თმიანია ხოლო ის უთმო და ვაი თუ მამაჩემმა მიცნოს ანუ ის გაიგოს რომ ვატყუებ და კურთხევის მაგერად წევას დავითებ ძალიან თქო ამას მიაქციეთ ყურადღება იაკობს ეშინია მამის წევრის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია იაკობს ეშინია მამის წევრის და ზოგადად მინდა იცოდეთ ჩვენ მე შევეხებით ამ ადგილს და ძალიან საინტერესოდ გამოჩნდება ეს წმინდა წერილში. ძალიან ძიმია მამის წევლა ისე როგორც ძალიან დიდი ძალის მომცემია მამის ლოცვა. და ამას მივაქციოთ ძალიან თქო ყურადღება ვინაიდან მამის მორჩილება, მამის პატივისცემა, მამისაგან დალოცვა ეს ძალიან დიდ ძალებს მატებს ადამიანს მის სულიერ ცხოვრებაში და პირიქით მამისადმი ურჩობა, მამისაგან
აი ლოცვის დაკლება ეს ძალიან დიდ ტრაგედიას შეძლეს ადამიანს და მის სულიერ ძალებს ძლიერ გამოფიტავს. მე ყოველთვის მახსენდება ხოლმე მამამთავარი ნოე და მახსენდება მისი შვილი ქამი, თქვენ ხვდებით ახლა რაზეც ვაკეთებ მე აქცენტს, რომ ქამი ამბობს სიმართლეს, მაგრამ ქამი მართალი არ არის. ქამი ამ სიმართლესათვის იწევლება და მისი წევლა, მამისაგან მისი წევლა ძალიან მძიმედ ჩანს წმინდა წერილში. იაკობს ეშინია მამის წევლისა. ეს ამ პიროვნებას ახასიათებს. მაგრამ ნახეთ რისი ეშინია. ეშინია არა იმისა, რომ პირშობით კურთხევას გაისაკუთრებს, არა, რომ მიხვდება მამამისი, რომ იაკობი არის ეს და არა ესავი. აი ამისი ეშინია. და აი აქ რებეკა ეუბნება, რომ თუ კი ეს მოხდება, წევლა იქნება მასზე. ხოლო იაკობმა ეშიში მოიხსნას. აი ამიტომ არის რებეკა ეკლესიის წინასახედ დასახული წმინდა იპოლიტე რომაელის ეგზეგეტიკაში, რომელიც ამბობს წმინდა იპოლიტე, რომ რებეკა ეკლესიის წინასახედ დაგვისახავს, რადგან დღემდე აყვადრიან ჯვარცმულისადმი ერთგულებას მას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეკლესია არის შესაკრებელი იმ ხალხისა, რომელსაც ამას მიაქციეთ ყურადღება, ეკლესია არის შესაკრებელი იმ ხალხისა, რომელსაც ეშინია მამის წევლისა და რომელსაც ეიმედება მამის ლოცვა კურთხევისა. ახლა ყურადღება მივაქცევთ ძალიან საინტერესო დეტალს, რომ აი ამის შემდგომ რომ რებეკა თავის თავზე აიღებს, ანუ წინასახეობრივად ეკლესიის წიაღში სწორედ ეს შიში იხსნება მამისაგან წევლისა და მამისაგან კურთხევის მიღების გზა არის მხოლოდ დასახული. აი სწორედ ამის შემდგომ იაკობი დედამისის აი ამ იმას რა ქვია დავალებას ასრულებს და მოხდება ისე რომ შეჯამანს გააკეთებს რებეკა იაკობს აი ამ თავის უთმო ადგილებში, ანუ ხელებზე და აი აქ კისერზე, მხრებზე აი ამ თიკნის ტყავებს დააფარებს, რომ მისი თმიანობა იყოს, უთმობა იყოს დაფარული და ჩააცვევს ესავის სამოსელს და აი ანუ გარეგნულად ის ესავია. და შინაგანად არის ეს იაკობი. ეს იაკობია, რომელიც ესავივით არის შეყოსილი. აი ამას აქცევს ასევე ეგზეგეტიკა ყურადღებას და ამბობს, რომ აი ეს შესამოსელი ესავისა წინასახია იმისა, რომ მაცხოვარმა შეიმოსა ადამიანური ბუნება, ანუ მაცხოვარმა მიიღო, ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, ხოლო ტყავების დაფარება, აი მისაქვია მისაქვია, ხო, მისაქვია მატყლის დაფარება იმაზე უთმო ადგილებზე. გახსოვთ ხო ჩვენ წინა შეხვედრაზე ვთქვით, რომ ესავის თმიანობა სახე-სიმბოლოა ვნება შემოსილობისა. და აი რადგან მაცხოვრის სიმბოლოდ შემოვიდა იაკობი, ხოლო სამოსელის ესავის სამოსელის შემოსვა განკაცების წინასახია და განკაცების საქვია ალეგორია ეგზეგეტიკაში, აი ტყავის დაფარება ეს ალეგორია, იცით რომ მაცხოვარმა იტვირთა ჩვენი ცოდვები. ანუ იტვირთა ის, რაც ჩვენ აი გვათმიანებდა და რაც ჩვენ აი ამ მდგომარეობაში გვამყოფებდა. და სწორედ აი ასეთ მდგომარეობაში შედის იაკობი შიშით, ერთგვარი აკანკალებული ხმით მიუახლოვდება ისააკს, თავის მამას და ეთქვის, რომ შეასრულა მამის ბრძანება და ახლა ისააკმა მიირთვას შეჭამანდი და აკურთხოს მისი შვილი პირმშობითი კურთხევით. აი ძალიან საინტერესო ჩანს წმინდა წერილში ერთი მომენტი, როდესაც ისააკი გაკვირვებული იწყებს საუბარს. ისააკის ეს გაკვირვებული საუბარი მეგობრებო სახე-სიმბოლოა მთელი იმ გაკვირვებისა, რომელიც დღევანდელ დღემდე უკავშირდება ქრისტიანობას. ქრისტიანობისა დღევანდელ დღემდე უყვირთ. არასდროს ბოლომდე ქრისტიანობა გასაგები არ არის. არ არის გასაგები მარტივი მიზეზის გამო. მისი ავტორი, მისი დაფუძნებელი არ არის ის, ვინც ამოიწურება ლოგიკური იმით რა ქვია აზროვნებით. ეს არის ის, რომელიც ამოუწურავია და მიუწვდომელი. ეს არის ღმერთი, ამიტომ ბოლომდე ამ სიღრმის ნახვა ყოველთვის არის წარმოუდგენელი. აი ისააკის ეს გაკვირვება ამას გულისხმობს სწორედ. ჩვენ ისააკის კიდე ერთ გაკვირვებას ვნახავთ დღესვე და ამას მივაქცევთ აუცილებლად ყურადღებას. ასე მალე როგორ მოვიდა იაკობი. წესით ასე მაპატეთ ასე მალე როგორ მოვიდა ესავი, ხო? წესით ასე ჩქარა ვერ უნდა მოესწრო. და აი აქაც დროის უწოდინულობა ძალიან თუთ მე ხლა ამაზე სიტყვას არ გავაგზავნებ, მაგრამ აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე, როდესაც ახალი აღთქმის ეკლესია შევეხებით და ვიტყვით რა არის დრო ქრისტემდე და რა არის დრო ქრისტეს შემდგომ.
რით იქნა ჩანაცვლებული ქრისტეს შემდგომ დრო რა ფუნქციას ასრულებს ქრისტემდე და რა ფუნქციას ასრულებს ქრისტეს შემდგომ რა არის დრო დღევანდელი ჩვენი იმისათვის როდესაც ის მოუწმიდესობა ბრძანა 2-3 დღეს 2-3 დღე როგორც კი 2-3 დღეს გაიგებ შემდგომ არ გესმის ახალი აღთქმის ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვანი მისია ფუნქცია და რა ქვია მოღვაწეობა ის გზა რა გზაც ეს ეკლესია დგას ვინაიდან 2-3 დღე შეიძლება დღეს სულ არ გულისხმობდეს და 2-3 სულ სხვა რამეს გულისხმობდეს და ამას გულისხმის ყოფა ჭირდება და ამას ელემენტარული წინის განზრევა ჭირდება. ახლა ყურადღება მივაქციოთ ერთ ასეთ რამეს, რომ ისააკს გაუკვირდება, ასე ჩქარა როგორ მოხდა ეს, ანუ სხვა დროს ელოდებოდა და სხვა დროს მოხდა ეს ყველაფერი. იაკობი პასუხობს ძალიან თამამად. შენმა ღმერთმა მომიმართა ხელი. ანუ ღმერთმა მომიმართა ხელი და აშკარად ყოლია რაში მომიმართა, სანადიროს ლოცვა ყოფილა წასული. ეს არის ძალიან დიდი გაბედულობა. ეს არის ძალიან დიდი ძველი ქართული ტერმინოლოგია რომ მოვიხმაროთ კადნიერება, ანუ ძალიან დიდი გაბედულობა მამის წინაშე. ეს გაბედულობა საერთოდ სეციური მამის წინაშე აქვს წმინდანებს. ეს ძალიან აი ჩვენ თუ გავადევნებთ თვალს ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურას მის გარიშაშზე აი ეს ტერმინი გაბედულობა არის მთავარი მამოძრავებელი, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი თემა. როდესაც შენ ბედავ და მიმართავ ღმერთს ლოცვით. არა, იმიტომ რომ ეს ლოცვა გაბედულობას წარმოადგენს თავისთავად, არამედ შენ მიმართავ ღმერთს იმ ლოცვით, რა ლოცვითაც, აი რა ლოცვა შესაძლებელია რიგითმა ცოდვილმა თუ თავის თავში ჩაიხედავს, აი ამდენი თქმის საშუალების უფლება თავის თავისთვის არ მიეცა. აი წარმოდგენილია ასეთი სურათები, ხანდახან გაუბედავ შენ სიტყვაზე თქვა მეფეს იმ ისე ლაპარაკს, როგორ ლაპარაკსაც გაუბედავდი შენ მეზობელსა და შენ ოჯახის წევრს, ხო? აი დაშორიშორება წმინდანსა და ღმერთს შორის როგორ მცირდება და როგორი გაბედული ხდება წმინდანი. პირველი ასეთი გაბედულობის მაგალითი ჩვენი მაცხოვრის წინაშე სადა გვაქვს, როდესაც ყოვლა წმინდა დედოფალი თავიშვილს ეთქვს, რომ ღვინო არ აქვს ხოცელში, აი ეს არის ძალიან ისეთი საინტერესო მომენტი. მე რაც უფრო დრო გადის ასკეტურ ლიტერატურაში ეს გაბედულობის თემა სულ უფრო იკლებს და უკვე მოგვიანო პერიოდში ეს თემა ასე კარგად არ არის წარმოჩენილი, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასკეტური ქრისტიანული ასკეტური ლიტერატურისათვის გაბედულობის თემა ერთ-ერთი მთავარია და ერთ-ერთი მამოძრავებელია. იაკობი ბედავს, რატომღაც ბედავს და ჩვენ რატომ ბედავს, ამას აუცილებლად ვიტყვით. ისააკი ვერ წმუნდება ამ პასუხში, რადგან ხმა ესმის სხვისი და მის წინ დგას სხვა. გონია რომ დგას ესავი, მაგრამ აშკარად ხმა იაკობის არის. მოდი შვილო გნახო, მართლა ესავი ხარ თუ არა. და ნელ-ნელა მივა იაკობი და ისააკი ხელს კიდებს და ხელს მოკიდებს თმიან, ანუ ამ დაფარულ ადგილებს. და გაკვირვებული იტყვის: ხმა იაკობისი, ხოლო ხელნი ესავისანი. ეს გახლავთ წინასახე იმისა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვად გამოჩნდა ჩვენი მაცხოვარი. ვერ იგებს რაღაცას, აი აშკარად სხვა უნდა იყოს და ვიღაცა სხვა დგას მის წინაშე. და როდესაც კიდევ ცოტა ხანი გავა, როდესაც ეს შეჭამაც მიიღებს და შეჭამს ამ იმას, რა ქვია, კერს მიირთვს ისააკი და ეტყვის, რომ მოდი შვილო ჩამეხუტი, ანუ ჩამეკარი გულში, რომ კურთხევით გავკურთხო, თითქოს და ეს აი შეგვიძლია დავინახოთ ასე, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნება უნდა ისააკს ვინ დგას მის წინაშე, რომ ჩაეხუტება მის წინაშე მდგარი. მას ესავი სამოსელი აქვს შემოსილი. ახლა ესავი ველისკაცია და შეიძლება მის სამოსელს მინდვრის სუნი უდის და რაღაცა ეს ტყის სურდელი დაკრავს, ხოლო იაკობი კარავში ცხოვრობს, მწყემსობს და შეიძლება მის სამოსელს უფრო ეს წყრის სუნი და ისასტის. და როდესაც აი ამას იზავს, რა ქვია, ამ სუნელს იყნოსავს, ისააკი იტყვის: აღა სუნელება ჩემი შვილის სამოსისავითაცა ნაყოფიერი ველისა, რომელიც აკურთხა ღმერთმა და წმინდა იპოლიტე, რომელთან წმინდანთა სიმრავლეს და წმინდანთა ნაყოფიერებას უკავშირდება. აი აქ საბოლოოდ დარწმუნდება ისააკი, რომ მის წინაშე დგას ესავი და არა იაკობი. აკურთხებს მას სამამამთავრო კურთხევით, მისცემს ნაყოფიერ ველებს, მისცემს ძალას, მისცემს კურთხევას, რომ მისი ძეები მტრის ქალაქებში დაიმკვიდრებენ და აღჭურვავს იმ სამამამთავრო კურთხევით, რა კურთხევაც ღმერთმა მისცა აბრაამს, ხოლო აბრაამმა მისცა ისააკს. იაკობი გამოვა, მისი მისია შესრულებულია და სანამ ჩვენ გავაგრძელებთ ხრობას, მე მინდა გითხრათ, რომ აი აქ ამ ადგილას სრულდება იაკობის ცხოვრების პირველი ნაწილი. ჩვენ იაკობის ცხოვრებას ორ ნაწილად ვთქვით.
პირველი ნაწილი არის ნაწილი, როდესაც იაკობი უზრუნველად ცხოვრობს თავისი მდიდარი მამის სახლში, სრულიად უზრუნველად, სრულიად უშფოთველად, არაფერი არ აწუხებს, არაფერი არ ავალდებულებს, არის ჭკვიანი, მორჩილი შვილი თავისი მშობლებისა და არანაირი პრობლემაში ის არ არის. მაგრამ მეორე ნაწილი იაკობისა, იაკობის ცხოვრების მეორე ნაწილი. ეს არის ცხოვრება, როდესაც იაკობი სულ გამწარებულია, სულ ტკივილის ქვეშ არის, სულ თვალებით ცრემლებით აქვს სავსე, სულ ემუქრებიან და დაძდებენ, სულ ცდილობენ რომ მოატყუონ. იაკობის ცხოვრება იქცევა არანორმალურად, გაუსაძლის პირობებში ექცევა იაკობი. აი წყალგამყოფი არის აქ ამ ადგილას სწორედ. იაკობი გამოდის კურთხებით. სხვაგვარად რო თქვა, ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, მეგობრებო, იაკობი ამას რატომ აკეთებს, რატომ გამოცდის თავის ძმას, რომ იაკობი ხედავს აშკარად ესავში, რომ ესავის ცხოვრების წესი, ესავის აზროვნების ფორმა არ არის საღვთისმსახურო. იაკობი დიდი რატომ არის ამას მინდა ხაზი გაუსვა. გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ნოესთან დაკავშირებით და ვთქვით ასეთი რაღაცა, რა იყო ნოეს უდიდესი დამსახურება და ვთქვით და ხაზი გაუსვით იმას, რომ ნოეს უდიდესი დამსახურება იყო არა მარტო ის, რომ მისი სახით კაცობრიობა გადარჩა. პირველი რაც გააკეთა ნოემ, რასაც ყურადღებას აქცევს წმინდა წერილი რა არის? ნოემ ააგო საკურთხეველი და შესწირა მსხვერპლი და ეს მსხვერპლი ისათნოვა ღმერთმა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ნოეს ყველაზე დიდი დამსახურება რა არის? ნოემ შეინარჩუნა, ნოემ შეინახა ის ღვთისმსახურება, რა ღვთისმსახურებაც აღასრულა აბელმა. აბელის ღვთისმსახურების შემნახავია ნოე და არა კაცობრიობისა. რატო ამბობ ამას? სწორედ ამ ღვთისმსახურებით უნდა გაშინაარსდეს ადამიანის ცხოვრება. ადამიანის ცხოვრება შინაარსი უნდა კონდეს, მას ნაყოფი უნდა კონდეს და ის უნაყოფოა თუ კი ამ ჭეშმარიტ ღვთისმსახურებაში არ ადგას. მე ძალიან შემაწუხებელია ვიცით ჩემი მხრიდან და მოდის ვიხდი ამაზე, მაგრამ ხშირად მოვიყვან ამ მაგალითს, მოვიყვან და კიდევ ხშირად მოვიყვან ამ მაგალითს, როდესაც მაცხოვარი წყევლის ლეღვის ხეს. და რა გააკეთა ამ ლეღვის ხემ, რა დააშავა, ხო ერთადერთი ის დააშავა, რომ ნაყოფი არ ქონდა, ანუ მის არსებობას აზრი აღარ აქვს, თორე ეს ლეღვის ეს თავისთავად მწვანეცაა და ჭრილსაც იძლევა, სხვათა შორის იმ ჭრილს, რომლის წიაღშიც მაცხოვარმა ნათანაელი იპოვა და რომელიც ჭრილიდანაც იესო ქრისტემ ნათანაელი გამოიყვანა. ანუ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ არსებობას აზრი უნდა კონდეს, ადამიანის არსებობა ნაყოფიერი, გაშინაარსებული უნდა იყოს და როდესაც ნოეზე გვაქვს საუბარი, ნოემ ადამიანის არსებობის შინაარსი შეინარჩუნა, ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობის, მართებული ურთიერთობის ხაზი შეინარჩუნა. ახლა ასია იაკობიც აქ. იმისათვის რომ ა ブラ ამის მოდგმას შინაარსი არ დაეკარგოს, ის უბრალოდ მრავალრიცხოვანი იყოს კი არა, ამ მრავალრიცხოვნობას ნაყოფიერება კონდეს. ამისათვის აუცილებელია რა არ დაიკარგოს ა ブラ ამის მოდგმაში. ა ブラ ამის მოდგმაში არ დაიკარგოს სახურება და იაკობი ხედავს ესავი ამ ღვთისმსახურების აღმასრულებელი არ არის. იაკობი ხედავს ამ ღვთისმსახურებას, ესავი არაფერს არაფრად არ აგდებს აბსოლუტურად. შესაბამისად, მან თავი გადადო, მან გაისაკუთრა, თავის თავზე აიღო, რომ ა ブラ ამის მოდგმას არ დაეკარგოს ის მისია, რა მისიითაც გაშინაარსდა მისი სამამამთავრო კურთხევა, რა მისიითაც უნდა იარსებოს იმ მოდგმამ, რომელ მოდგმასაც შეგახსენეთ, უნდა გამრავლდეს 4 თაობის განმავლობაში, რა ქვია, უცხო ხალხის მონობაში იყოს, ღმერთმა ძლიერი ხელით გამოიყვანოს და აი აქ ამ მიწაზე დაასახლოს. თავისთავად ცხადია, ამ ისტორიის გაგრძელება იქნება ის, რასაც მათემახარებელი დაწერს და ეთქვის, რომ ეს არის წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ცისა დავითისა, ცისა ა ブラ ამისა და სწორედ აქ დაწერს, რომ ა ブラ ამ შვა ისააკ, ისააკ შვა ვინ? იაკობის შვა ისააკმა, ანუ იაკობია სწორედ ის, რომელიც ხაზითაც გახდება შესაძლებელი ის, რომ ბეთლემში ერთ-ერთ საღამოს კაცთა მაცხოვარი მოევლინება ამ ქვეყანას. შესაბამისად, იაკობის ცხოვრების აი ეს წყალგამყოფი, აი ამის შემდგომ გადაწყვიტა რა იაკობა ღვთისმსახურება, გადაწყვიტა რა იაკობმა აი ამ ყველაფრისა მსახურად ყოფნა, მაშინ მან უნდა აირჩიოს ერთადერთი გზა. ეს გზა არის ტკივილის, ეს გზა არის ტირილის, ეს გზა არის დევნის გზა და ეს ყველაფერი უკვე იაკობის საკუთრება ხდება. იაკობმა უარი თქვა ცხოვრებაზე და იაკობი იწყებს აი ამ ბობოქარ ცხოვრებას. გამოვიდა იაკობი მამისაგან და როდესაც იაკობი გამოვა მამისაგან, შემოვა ესავი, ესავმა არ იცის აქ რა ხდება, მოამზადებს შეჭამანს, შევა ისააკთან და ეტყვის სხვათა შორის წმინდა წერილს თუ კარგად წავიკითხავთ, ნახავთ იაკობი როგორ მოკრძალებით მიმართავს და ესავი როგორ სითამამით მიმართავს, თავხედურად მიმართავს და
ეუბნება რომ აჰა გავაკეთე და ახლა მე ჩემი გავაკეთე და შენი იცი თითქოს და იმ ფარისეველს გვაგონებს რომელიც ძალიან დიდი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს მაგრამ ღმერთთან საერთო არაფერი არ აქვს ხოლო მეზვერე რომელიც ასეთი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს ღმერთთან უბედი საერთო აქვს და სწორედ ის გამოვა გამართლებული ტაძრიდან ისააკი როდესაც გაიგონებს ამ ხმას უკვე ესავის ხმას ცნობილ ხმას ეცნო მას უკვე თავისი შვილის ხმა გაუკვირდება კიდევ ერთი გაკვირვება ფიქსირდება წმინდა წერილში გაუკვირდება და შემოტრიალდება და ეკუთვნოს ვინ ახარო და ესავი ეუბნება რომ ეს მისი პერმშუა ესავი აბა ის ვინ იყო ის ვაკურთხე და მიხვდება ისააკის და მიხვდება იაკობის მიხვდება ესავის ვინ აკურთხა ისააკმა რომ იაკობმა წაიღო ჩუმად მალულად ეს კურთხევა და აი აქ ამადგინას მეგობრებო აი აქ ამადგინას ჩვენ ველოდებით ერთადერთ სიტყვებს აი ამ საქციელისათვის წეული მწყობილებას რაღაც ამ დაგვარს მაგრამ სწორედ აი ამ ადგილას დაწერილი სიტყვებით თელი გააზრება ხდება აი ამ მითვისებისა კურთხევის მითვისებისა და საეკლესიო ლიტერატურაში ასახული ისააკი შემოტრიალდება და იტყვის ვაკურთხე და კურთხეული ხოს აი აქ ყველა წმინდა მამა ამბობს აი გონების თვალი აეხილა ისააკს და იხილა იაკობით როგორ იკურთხება სწორედ ქვეყნიერების ყველა ტომი რომ ეს არის არა ის რაც თქვა ისააკმა არამედ ეს არის ის რაც ისააკმა თქვა საფრთხონებით საფრთხო განგებით ამიტომ გითხარით მეგობრებო ჩვენ ამას სხვა ადგილასაც ვნახავთ მაგრამ ამიტომ გითხარით როცა მამა იკურთხება როცა მამა ილოცება ეს არის საშუალება იარაღი თორემ ის ლოცვა კურთხევა მოდის უშუალოდ ღმერთისაგან და ძალიან ფასეულია ძალიან ძვირფასია მამის ლოცვა, მამის კურთხევა და მორჩილება ამ ლოცვა კურთხევისა. ეს არის ის გზა, რომელიც გზაზეც აი ადამიანი, რომელიც გზაც ადამიანი მიდის ღმერთამდე. ჩვენ ესავით მიხვდება თავისთავად ცხადია, გამწარდება და მის იმდენად გამწარდება, რომ მისი გამწარებული ხმა და ტირილი გარეთ ისმის, ყველას ესმის იმდენად გამწარებული იმაშება, რა ქვია, გამოსცემს ხმებს. მამაო, ნუ თუ ყველაფერი მას მიეცი, ნუ თუ ყველა კურთხევით ისაუბრე, ნუ თუ ჩემთვის არაფერი დაიტოვე და ისააკი ეუბნება, კი, ყველაფერი იაკობს მისცა. მაგრამ ცოტა ხანში აქვე, ამ მომენტში, ისააკი მაინც აკურთხებს ესავს, მაგრამ უთხრა რომ ყველაფერი იაკობისაა. ანუ რა არის იაკობის? აი ეს ერთი და მნიშვნელოვანი, როცა ვსაუბრობთ, სამამამთავრო, იმას ვერ დაყოფს ისააკი. აბრაამიდან ერთზე უნდა გადავიდეს, ისააკიდან ერთზე უნდა გადავიდეს, იაკობიდან ერთზე უნდა გადავიდეს, იუდადან ერთზე უნდა გადავიდეს. ვინ არიან ეს ერთები? მათე მახარების გენეალოგიას წავიკითხავ და მივხვდებით. ერთიდან ერთზე, ყველაფერი იაკობსა, მორჩა. რა დარჩა ესავს? ესავს დარჩა ის, რაც თქვათ შეხვდა ისმაელს. ესავს დარჩა მიწის ნაყოფიერება, ესავს დარჩა მიწის სივრცელე, ესავს დარჩა რომ ხმით იქნები მოკადული და დაიცავ შენ თავს და ესავს დარჩა ის რომ რა ქვია მორჩილი იქნები შენი ძმის მაგრამ მოვა დრო და უღლიდან და ქედიდან გადაიგდებ შენი ძმის უხელს ეს წინასახია იმასთან დაკავშირებით რომ ქრისტემ ყველა გაანთავისუფლა ცოდვის მონობისაგან და აი აქეთ საინტერესო რამე წერია წმინდა წერილში გამოდის ესავი გამწარებული და წმინდა წერილი ამბობს ხაზგასმით თავის გულში თქვა ოდეს მოაწევს თხენი გლოვისა მამისა ჩემისანი რომ მოკლა იაკობი აი ეს ძალიან არის გამწარებული ესავი ძალიან არის გამწარებული ასეთ რამეს ამბობს ესავი კიდევ ერთხელ მომატყუა იაკობმა პირველად როდის მომატყუა იაკობმა ესავი ოდესაც იმშოობა გაუცვალა რატომ მოტყუება როდის იქნებოდა იცით რომ ესავს რომ იაკობს ეთქვა ესავისავს აი რადგან გაჭამე ახლა პირშოობა ჩემი არა მოტყუებული არ არის იაკობა დაუდო პირობა რომ შენ თუ ამას გააკეთებ მაშინ უკვე პირშოობა ჩემი იქნება წინდა წინიცის ესავმეს მაგრამ ესავი თავს მოტყუებულად გრძნობს ვინაიდან ძალიან მარტივად ხედავს ესავი ასეთ რამეს თურმე იაკობს რამხელა მნიშვნელობა მიუწია იმისთვის რაზეც მნიშვნელობა სულ არ აძლევდა ესავი აი ამაში გრძნობს თავს მოტყუებულად და აი გულში გაიფიქრებს ესავი ოდეს მოაწევს თხენი გლოვისა მამისა ჩემისანი რომ მოკლა იაკობი და წმინდა წერილში რა წერია იცით საოცარი სიტყვები რებეკამ გაიგო ეს გულში ნათქვამის ცოდნა შეუძლია მხოლოდ ღმერთს სხვა გულში ნათქვამს ვერ იგებს გამორიცხულია ეს და ისმის კითხვა როგორ გაიგო რებეკამ ის რაც გულში თქვა ესამა და ეგზეგეტიკა ამბობს რებეკაც სარას მსგავსად წინასწარმეტყველია მასაც გამოცხადება ღვთისაგან და ისიც გულის ხმას ყოფს ღვთაებრებს ამიტომ მოკიდებს იაკობს ხელს და ეტყვის სანამ გაუვლის შენს ძმას რისხვა წადი
და წადი ჩემი ძმის ბიზაშენის ანუ ლაბანის სახლში და იქ გაატარე გარკვეული პერიოდი და მე გაცნობ, როდესაც ეს რისხვა დაუცხრება და მოდის უნდა ჩამოხვიდე. აი აქედან გამოსული რებეკა შედის ისააკთან. წმინდა წერილი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ სული გაუმწარეს, რომ გახსოვთ ეს ერთხელად თქვა კიდე. ხეთელმა ქალებმა, ესავის ცოლებმა სული გაუმწარეს ისააკს და რებეკას. და შედის რებეკა ისააკსა და ეუბნება, რომ იაკობმაც რომ ხეთელთაგან მოიყვანოს სოლიო. აი უკვე ცხოვრება რაღაც მინდაო ამ ქვეყნად. ეს იყო მესიჯი ისააკისათვის და ისააკი ზუსტად ხვდება რა უნდა გააკეთოს, დაიბალებს თავისთან იაკობს და ეუბნება, წახვალ ხარანში დედაშენის ძმის ლაბანის სახლში. ანუ ეს დედამისის ძმა ლაბანი არ არის მაგალითად, ეს არის აბრაამის სანათესავი. იქ სადაც ისააკს ისააკმა მოიყვანა ცოლი და იქიდან მოიყვან ცოლს. სხვაგვარად რო ვთქვა, შენ თუ გინდოდა სამამამთავრო კურთხევა, შენ თუ გინდა ამსახურების აღსრულება, მაშინ უკვე იწყებ ცხოვრებას არა ისე როგორც შენ გინდა, არამედ ისე როგორც ამსახურებას უნდა. წახვალ და კეთილს ინებებ და იქ დაქორწინდები. იაკობი დგება, მიდის სახლიდან, მიდის ფადან-არამისაკენ, ანუ მიდის აი ამ ხარანისაკენ, მცირე აზიის მიმართულებით და წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები: დაინახა ესავმა როგორ დაემორჩილა იაკობი ისააკისა და რებეკას სიტყვებს. ანუ დაინახა ესავმა, რომ იაკობს თურმე რა აქვს ისეთი, რაც არ აქვს ესავს, რა არის ეს? მშობლის მორჩილება. მამის მორჩილება აქვს. რასაც ეუბნება აკეთებს. ესავიც ხო აკეთებს? კი. მაგრამ ესავი აკეთებს ამას ფორმალურად. რაღაცას დაუკლავს და შეჭამას მოუმზადებს. მაგრამ როდესაც ქორწინება უნდა, მაშინ სულ არ უსმენს ისააკს და რებეკას, როგორც უნდა ისე ქორწინდება. ანუ ესავის მორჩილება, ეს არის ფორმალობა, რაღაცა ფორმალობა, რომელიც ყოველთვის მიუღებელი იქნება ღმერთისათვის. ვინაიდან აი გახსოვთ მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ფარისევლებზე რომ მოусმინეთო, რასაც გეუბნებიანო, მაგრამ მათ საქმეებს არ მიბაძოთ, ეს უნიკალური ადგილია წმინდა წერილში. ფარისევლების მთელი რელიგიური მოღვაწეობა იყო ამ წესების შესრულება, რჯული ზედმიწევნითი ცოდნა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მაგრამ ცხოვრება იყო სხვანაირი. აბსოლუტურად სხვანაირი, რაც მაცხოვრისთვის იყო მიუღებელი. აი ამ მდგომარეობაში ესავი და ესავს უნდა რეაბილიტაცია. რაღაცა გააკეთოს ისეთი, რომ იაკობისნაირი გახდეს. და წავა და თავისიანთან, ანუ ისმაელის თავისი ბიძაშვილზე იქორწინებს, ისმაელის გოგოს მოიყვანს ცოლად და თითქოს ამით რაღაცა რეაბილიტაციას ახდენს მშობლების თვალში, რომ აი ხეთელი ცოლები არ ყავს მას მარტო, ყავს ასე ვთქვათ სემიტი, ანუ თავისი სანათესავთანაც ყავს ცოლი. ახლა იაკობი მიდის, როგორც გითხარით, ბიძამისის სახლისაკენ. მეგობრებო, ეს ის გზა არის, რა გზას თავის ძოზე გაიარა დამასკოელმა ელიაზარმა იმისათვის, რომ ისააკისათვის აბრაამის დავალებით ჩამოეყვანა ცოლი. ჩვენ მაშინ გითხარით, რომ ეს გზა არ ვიცითო, არ წერია წმინდა წერილი არაფერს ყვება ამ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ აი იაკობის გზა ვიცით. თითქმის ყველა, მე არ ვამბობ აბსოლუტურად ყველა, მაგრამ თითქმის ყველა ყურადღებას აქცევს იმას, იაკობი როგორ მიდის სახლიდან. მე მინდა ეს გაიხსენოთ კარგად. გაიხსენოთ კარგად, რა ვილაპარაკეთ თავის დროზე ჩვენ. იაკობის სახლიდან მიდის ერთი კვერთხი სამარა და თან მიაქვს ზეთი. ერთი კვერთხი სამარა და თან მიაქვს ზეთი. ეს ზეთი ფიქრობ რომ მიაქვს იმისათვის, რომ თუ რამე გაუჭირდება, ზეთი ძვირად ღირებული იყო და გაყიდდა და ამ გზაზე ამ ხარჯებს დაფარავდა. მაგრამ ამ ზეთს დავანებოთ ეწამს თან. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ის ერთი კვერთხი სამარა, ერთი სამოსლის სამარა მიდის. და არაფერი მიაქვს მამამისის სახლიდან. არც რაღაცა წარმომადგენლები მიყვება მას ისეთი, რომ რაღაცა დელეგაციით წავიდეს. ძალიან შორი გზა აქვს, ძალიან რთული გზა აქვს. და ძალიან მძიმე გზა აქვს. გახსოვთ თავის ძოზე მე თქვენ გითხარით, რომ აბრაამა თავის შვილებს სიკვდილით ასწავლა ღმერთთან ურთიერთობა. ისმაელსაც, ისააკსაც უჩვენა ის, რომ სიკვდილი არის რაღაცა ის, რომლის მიღმას თუ ღმერთია სიკვდილი ვეღარ იმეფებს, სიკვდილი ვეღარ გაიმარჯვებს, რაც იობის, მრავალტანჯული იობის განცდაა. ეს ძალიან საინტერესოა. რაღაცამ კი ზეთი მიაქვს, რომელიც ძვირად ღირებულია, მაგრამ ჩვენ ვნახავთ ახლა იაკობი ამ ზეთს ასუზავს
და ეს ზეთი არის თუ არა მისთვის რაღაც ემის უსაფრთხოების გარანტი, რომ მან რაღაცა ასე თქვა თავი დაიცვას ამ სიკვდილისაგან. არა, ის მიდის ერთადერთი რამით. მიდის მამის კურთხევით, როგორც მამის კურთხევით დაწובה ისააკის საკურთხეველზე, ასევე მამის კურთხევით იაკობი გაივლის ამ გზას. მამის კურთხევით იაკობმა იცის, რომ ღმერთი მას ხელს მოუმართავს. და ერთ ქალაქთან მივა, ქალაქი ლუზი და წმინდა წერილში თხრობა აქ ცოტა იძაბება, ცოტა რთულდება, ვინაიდან მამამთავარი და რჩეული მოხდა ქალაქთან. აი ახლა გააჩნია როგორ მოიქცევა ეს. ქალაქში თუ შეუხვია, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ამ ქალაქს თუ გვერდი აუარა, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ თხრობა მომავალ მამამთავარზე. და წმინდა წერილში წერია, რომ ღამეა უკვე. გზის გაგრძელებას ვერ შეძლებს და იაკობი აკეთებს ასეთ რაღაცას. ლოდი, რომელსაც იპოვის ამ ლოდს წააქცევს, სასტუმრად დაიდებს, თავს დადებს მასზე და ღია ცისქვეშ დაწובה და დაიძინებს. აი ძალიან რთულთ ეს კარგად შევაფასოთ. რას აკეთებს იაკობი? იაკობს გვერდით აქვს ქალაქი, სადაც შეუძლია შევიდეს და ეს ზეთი, რომელიც თან აქვს, ამ ზეთის საფასურად ღამე გაათენოს სასტუმროში. მაგრამ იაკობი წვება გარეთ და გარეთ წვება, სადაც ან ხეცვა შეიძლება დაგლიჯოს, ან გაძარცვონ, ყოველ შემთხვევაში თავის სიცოცხლეს აგდებს ხიფათში. მაგრამ წმინდა წერილში წერია, რომ ხიფათში კი არ აგდებს სიცოცხლეს, არა დაწვა და დაიძინა. ეს ძალიან საინტერესოა, რომ დაწვა და დაიძინა. როგორ შეიძლება დაგიძინოს იმ დროს, როდესაც დიდი საშიშროება გემუქრება? როგორ შეიძლება დაგეძინოს იმ დროს, როდესაც ხიფათი გემუქრება? და როგორ შეიძლება დაგეძინოს იმ დროს, როდესაც იცი რომ აქ უსაფრთხოდ იქნებოდი და შენ თავს საფრთხის წინაშე აგდებ. და წმინდა წერილში სწორედ ეს არის წარმოდგენილი. წმინდა წერილში ჩვენ ვეცნობით იაკობს როგორც უდიდეს მორწმუნეს. იაკობისათვის თავარი არის ჩავიდეს ხარანში, არც ერთ ქალაქში არ უნდა შეუხვიოს. მაგრამ აქ რო წევს და იქნება მოკვდეს, კი, აქ მძინარი იაკობი, ეს არის მკვდარი იაკობი. აქ იაკობმა თავი გადადო სასიკვდილოდ. შეიძლება მხეცმა დაგლიჯოს, შეიძლება გაძარცვონ და ავაზაკებმა მოკლან. აქაც იაკობი კვდება. აქაც მამამთავარი თავის სამამამთავრო გზას სიკვდილით იწყებს. სიკვდილი არის ის, რასაც შეხედავს პირისპირ იაკობი. სწორედ ამიტომ იაკობი იმერწმენას, იაკობი იმ ღმერთს ემსახურება, რომელიც ღმერთის ამ სიკვდილს საბოლოოდ დაამარცხებს თავისივე სიკვდილით. ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ იაკობი ერთგვარად გამოხტავს წმენას იმასთან დაკავშირებით, რომ მამის კურთხევა, რომელიც ღვთაებრივი ძალმოსილებით არის აღჭურვილი, ეს კურთხევა მას დაიცავს, ამ სიკვდილს გადაარჩენს, ისევე როგორც ისააკი გადაარჩინა საკურთხეველზე სიკვდილისაგან და ხელს მოუმართავს და ჩაიყვანს ხარანში და მამამისის კურთხევას აღასრულებს. რომელ კურთხევას უნდა იქორწინოს? რას ნიშნავს იქორწინოს? იაკობმა იცის, იაკობი აგრძელებს რა გზას. იაკობი უნდა გამრავდეს. მისგან დიდი ხალხი წარმოიშვას, ხოლო ახლა თუ იაკობი მოკვდა, მაშინ ის ვერ გამრავდება. ამიტომ ის ვერ მოკვდება და აი ამ რწმენით, სიკვდილზე თვალის ჩახედვის რწმენით, რომ ის სიკვდილს უყურებს პირისპირ, მაგრამ ვერ მოკვდება, ღმერთი ამ სიკვდილისაგან დაიცავს, აი ასე იწყებს სამამამთავრო გზას მამამთავარი იაკობი. საინტერესოა, აი ეს რწმენის ეს მომენტი, იცით, აი ხშირად მახსენდება ხოლმე პეტრე მოციქული, რომელსაც დაატუსაღებენ და რომელსაც დახვეთა აქ მიჟილი და პეტრეს ანგელოზი რო ანთავისუფლებს, ანგელოზთან დაკავშირებით დათქვამია, რომ ანგელოზმა პეტრე გააღვიძაო. ანუ ამ ხალხს რაღაცა ნერვი, რაღაცა ნერვოზი არ ემართებათ, რაღაცა არ ნერვიულობენ, იმიტომ რომ უნდა მოკვდნენ, ეს უდიდესი საიდუმლოა სიკვდილი. ძალიან მშვიდნი არიან. და ეს სიმშვიდე მოაქვს სწორედ ამ რწმენას, იმ დიდ რწმენას, რომ უფალია ჩემი ფარი, ის დამიფარავს სიკვდილის დროსაც კი, რომ მოვკვდები, აი ჩემს სიკვდილშიც კი უფალია ჩემი ფარი და ძალიან საოცრებანი არიან ეს ადამიანები ჩვენ წინაშე. საინტერესოა იაკობიც ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მას თავი უდევს ლოდზე. ეს ასკეტური ლიტერატურაში გააზრებულია ძალიან საინტერესო, რამდენად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობს იაკობი. მაშინაც კი, როდესაც ის მამის სახლში საკმაოდ დიდი ფუფუნებით არის წარმოდგენილი. იაკობს აქვს იმის საშუალება, რომ დიდარმა მამამ მას ყველანაირი ფუფუნებითი მდგომარეობა შექმნას. არა, ლოდზე თავის დადება და ასე დაძინება ძალიან მძიმეა. და ამას ეს ეთყობა, ამის ეს არც ისე მძიმეა იაკობისათვის ეს ასკეტური გამოცდილება, რომ აი ხორცს არ მისცეს უფლება ფუფუნებისა. სწორედ ამის გამოა წმინდა წერილი თხრობას აგრძელებს სიზმარით. ეს სიზმარი ყველა ვიცით, იაკობი ნახავს სიზმარს, კიბე მიყუდებულია ცაზე, ანგელოზები ადიან და ჩამოდიან ამ კიბეზე, ხოლო კიბეზე თავად უფალია დამტკიცებული.
უფალი ეუბნება იაკობს, რომ ეს მიწა, რომელზეც შენ წევხარ, შენთვის და შენი მოდიბისთვის მომიცია, აკურთხებს მას სამამამთავრო კურთხევით და აი გაიჟღერებს ის ფრაზა, რომელსაც ველოდებოდი თავის თავაცხადია, იკურთხეოდიან შენ დამომართ და ნათესავისა შენი სამომართ ყოველი ტომნი ქვეყანის არის. აი აქ უკვე ვიწყებთ ამ სიზმრიდან ვიწყებთ იაკობზე, როგორც იმ მამამთავარზე საუბარს, რომელმა მამამთავარსაც დაუმტკიცდა აბრაამის მესიანური კურთხევა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს კიბე ჩვენ ამ კიბეს დაუბრუნდებით, როდესაც ერთ ძალიან საინტერესო მომენტს შევეხებით კიდე. ეს კიბე არის სახე-სიმბოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომლისაც და უფალი სწორედ ამ კიბის თავშია დამტკიცებული და ამ კიბით ჩამოვა ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან განკაცდება ჩვენი მაცხოვარი და იაკობი რო გამოიღვიძებს, იტყვის რომ მართლა საშიში ადგილია ეს, მართლა უფალი ყოფილა აქ. ცათა კარიბჭია ეს. აღმართავს ლოდს, რომელიც ლოდის თავზე, რომელიც სასტუმრად ედო და ის ზეთი, რომელიც ზეთიც მას ალბათ დაჭირდებოდა რაღაცა ფინანსური პრობლემების გადასალახავად, დაასხავს და დააღვრის აი ამ ლოდს მთლიანად. და ჩვენ აი აქ იაკობი გვიჩვენებს, რომ ის მიდის არა იმის იმედით, რომ ან მამის ქონება, ან მისი გამჭრიახობა, არა, ერთადერთი ის იმედიც აქვს იაკობს ეს არის ის, რასაც ის ლოცვაში იტყვის. უფალო ღმერთო, თუ კი ღმერთი მომიმართავს ხელს, შვიდობით დამაბრუნებს ამ მიწაზე, მომცემს საზრდელს და მომცემს სამოსელს, ჩემი ქონების მიათეც მოვალ და უფალს შევწირავად. ეს არის და ამ ადგილს უწოდა ბეთილი, ბეთ-ელ, სახლი უფლისა, ბეთ სახლი და ელ უფალი, სახლი უფლისა, სახლი ღვთისა, აღმართავს ლოდს, ამ ლოდზე დაასხავს ამ ზეთს და ლოდ ზეთ წაცხული ლოდი ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ყველგან ვინმე თუ ხელი მოკიდა აი ამ მომენტს ყველა მიუთითებს რომ ეს არის წინასახე ჩვენი მაცხოვრისა რომელიც არის კლდე ჩვენი წმენისა. იაკობი გააგრძელებს გზას ჩავა ხარანში და სანამ ქალაქს მიუახლოვდება ფატან არამთან წყემსებს ხედავს წყემსები რომელიც ჭასთან არიან შეკრებილები და კიდევ ჭა გამოჩნდა და უკვე წმინდა წერილი გვამზადებს თხრობისათვის რომ აქ რაღაცა საინტერესო უნდა მოხდეს და იაკობი შეეხმიანება მწყემსებს რომელიც თავს იყრიან უკვე ამ ჭასთან და შეეკითხებიან თუ იცნობენ წყემსები ლაბან არამელს ანუ რებეკას ძმას. მეგობრებო ჩვენ ლაბანი ვახსენეთ თავის დროსაც რებეკა ცოლად მოყავდა ისააკისათვის დამასკოს ელიეზერს. ეს ის ლაბანია, სუსტად ის არის, მაგრამ ეს არის ახლა სხვანაირი ლაბანი. გაიძვერა. ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას ყველა გაუგვის. ადამიანი, რომელიც თავისი გაიძვერობით ყოველთვის სარგებელს იტოვებს და ყოველთვის გამოსავალს პოულობს. უხერხულიც კია ვინმეს კითხო, იაკობმა ეს არის ალბათ ამას არც იკითხავდა, მაგრამ უხერხულიც კია ვინმეს კითხოს, რომ იცნობენ თუ არა ლაბანს, ლაბანს აქ ყველა იცნობს. ლაბანი ძალიან მდიდარია. და აშკარად ჩანს ის 10 ახლენი სიმდიდრე რომელიც ჩაიტანა დამასკოს ელიეზერმა რებეკასათვის ლაბანის ცხოვრებაში ბევრი რამე გამოცვალა. როგორ არა იცნობენ ლაბანს? აი მისი ქალიშვილიც რაქელიც მოდის და ცხოვრებს მოერეკება. გაიხსენეთ რებეკა როგორ შეიხვედრა ელიეზერმა. გამოდიან, ხო ანუ ღმერთს გამოყავს თვითონ არ მიდის და თვითონ არ ეცებს, არა, მასთან მოდიან. იაკობმა ეს ძალიან კარგად იცის და როდესაც როგორც კი გაიგებს და ეტყვიან საქმე წყემსები რომ აგერ მისი ქალიშვილი მოდის. იაკობი გახედავს თავის ბიძაშვილს რაქელს, მაგრამ სინამდვილეში ვის გახედავს? ვინ მოდის? ვინ მოდის იაკობთან? ცოლი. ეს მისთვის სოლია, მოჭა დამთავრდა, დასრულდა. მოვიდეს, კარგად გაიცნოს, მანახე გოგო ერთი შენი სახე რას გავხარ? არა, შორიდანვე დაინახა. ისევე როგორც ისააკმა რებეკაზე იქორწინა, არა იმიტომ რომ მოეწონა, არა იმიტომ რომ მამის კურთხევა იყო ეს და ღვთისმსახურება სჭირდებოდა ეს. იაკობიც ასე უყურებს, ამ გოგონას გახედავს შორიდან და შორიდანვე გახედავს როგორც თავის მომავალ საწოლეს. ანუ იმას, ვისითაც მამის კურთხევა უნდა ახსოვდეს და ღვთისმსახურებაზე კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას.
ამიტომ საცოლესთან შეხვედრისთვის ემზადება იაკობი და რაღაცნაირად ეუბნება იმ წყემსებს გასვლა უნდა, წყემსები უნდა რომ წყემსებთან ერთად არ მოხდეს ეს ყველაფერი, რომ დაარწმუნონ წყემსებმა ეს ისა ჯერ ხომ ადრია მაინც პარების შექმნა და იქნება დაარწმუნონ დროზე და წავიდნენ თავთავიანი გზაზე რომ რაქელთან ასე ვთქვათ, რაქელთან დაკავშირებით ეს შეხვედრა მარტო იყოს, მაგრამ წყემსები ეტყვნენ სანამ ყველა არ შეიკრება და ერთად ამ ლოცვას გადააგორებენ, არ აქვს უფლება ამ საქმეების ცხოვრების დარწმუნებისა. ამიტომ იაკობი მოწყდება ამ ადგილს და გაიქცევა რაქელისაკენ. გზაზე შეხვდება რაქელს, გააცნობს თავის თავს, რაქელს გაუხარდება, გადაეხვევიან ერთმანეთს და წმინდა წელში წერია ერთი სიტყვა, რომელიც მინდა ძალიან კარგად დაიმახსოვროთ. წმინდა წელში წერია, რომ იაკობი ატირდა. აი ამ მომენტიდან, აი ამ ადგილიდან იაკობის თვალების უცრემლებით არის სავსე. სულ ერთხელ იქნება ეს სრემლები, ბედნიერების სრემლები, დანარჩენი სულ სიმწრის და ტკივილის სრემლები. სულ ტკივა და სულ ამწარებენ იაკობს. აი სრემლიანი თვალები იაკობისათვის უკვე დამახასიათებელი გახდება. წავლენ სახლში და ლაბანს გაუხარდება თავისი დიშვილის ჩამოსვლა, გამოიკითხავს ამბავს და წმინდა წერილში წერია ასეთი ისა, რომ ერთი თვის შემდეგ ლაბანი შეეუბნება იაკობს, რატო უნდა მემსახურო, ხო? ისე რაღაცა გასამჯელოს დაგინიშნავ და შენი საარსებო გექნება. და იაკობი ეუბნება ლაბანს, რაქელზე უნდა ქორწინება. მაშინ მზითვებია საჭირო ამისათვის და იაკობს არაფერი ისეთი ქონდა ის გზას დაყარა. 7 წელი გემსახურები და რაც შენთვის უნდა გადაგეხადა, იმას დაიტოვებ შენთვის და ეს იქნება ჩემი რაქელისათვის მოსაცემი. ლაბანი თანახმა და იაკობი დაიწყებს მსახურებას. 7 დღესავით გაიარა 7 წელიწადმა ისე უყვარდა იაკობს რაქელი. და ნახეთ რა არის საინტერესო. დაიწყება ქორწინება. წმინდა წერილი დაწერს, რომ რაქელს დაყავს ლია, რომელსაც თვალები სუსტი აქვს. აი სუსტი თვალები, ნახეთ კიდე გამოჩნდა ეს თვალების სისუსტე. არა ბრმა არის, არამედ თვალების სუსტია. აი აქ უკვე თვალების სისუსტე. წმინდა წერილში არის სახე-სიმბოლო იმისა, რომ ლია ვერ ხედავს ისე, როგორც ხედავს რაქელი. სხვაგვარად ვთქვათ, ლია ვერ დაინახავს ისე, როგორც დაინახავდა რაქელი. ანუ როგორი ხედვაც აქვს სარას, როგორი ხედვაც აქვს რებეკას. ასეთი ვერ აქვს ლიას. და მოხდება ქორწილში, იცით რაც მოხდება შეცვლა დების ქორწილი როგორი იყო, სახეს უფარავდნენ. და სიმბოლო იყო სასიძო. როდესაც ქორწილის შემდგომ თავის საცოლესთან შევიდოდა და აი ამ სახეს აწევის პირბადის აწევის უფლება ჰქონდა, ეს სიმბოლო იყო იმის, რომ ის იბარებდა მის უმანკოებას და დარაჯად იდგა მისი უმანკოებისა და ის იყო პასუხისმგებელი თავის ცოლზე. იაკობი ძალიან დათვრება, ანდა ძალიან დაათრობენ, ისე რომ გაგრებაში არ არის გვერდით ვინ უწევს და მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ სულ სხვაზეა დააქორწინეს. იაკობი გაგიჟებულია და სიმავს ეუბნება ეს რა გააკეთო და ლაბანი ეუბნება ჩვენთან წესი არ არის ჯერ უმცროსი გათხოვდეს და მერე უფროსი. ამიტომ შენ თუ რაქელზე ქორწინება გინდა, კიდე 7 წელი მემსახურე და რაქელსაც მოგათხოვე. აქ ერთი უდაური საინტერესო გარდამოცემა გვაქვს. იაკობი რო პრეტენზიებს ამბობდა, ლია შეუტრიალდა და უთხრა, შენ ვის ტყუილზე ლაპარაკობ, რომელმაც ტყუილით აკაკ ტყუილით წამოიღე ყველაფერი მამაშენის სახლიდან. კეთილი ინები აწიდა, ყველა ტყუილი იმასაკენი რა ქვია, შეიგე. და თითქოს და იაკობი ამაზე გაჩერდა, სხვადასხვა ძალიან საინტერესო, აი იმ სიცრუეს, ასიცრუეს ვიცაუბრეთ, ხო? იაკობი თელ ცხოვრებას გასდებს, აი სულ ცდილობენ მოატყონ, სულ ცდილობენ აი რაღაცა გაი ამ სიცრუეს იმით გავიდნენ იაკობთან. იაკობი ლაბას აღარ ედობა, 7 შემდგომ და ოქროპირი ხას უსვავს, 7 ანიშნავს 7 წელს ნიშნავს 1 კვირას, 1 კვირის შემდგომ რაქელზე იქორწინებს და უკვე ქორწინების შემდგომ გადაერთეს მეორე 7 წლიან ვალს. შემდგომ ეს 14 წელი რო გავა კიდე 6 წელი, ეს 6 წელი არის იაკობის ქონების დაგროვების 6 წელი და სულ იაკობი ლაბანთან ხაცრობთ. სულ იაკობი ლაბანთან დარჩება 20 წლის განმავლობაში. ეს 20 წელი რაც ისო ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. უბრალოდ დღევანდელი შეხვედრა ამით მინდა დავასრულო. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აი წმინდა წერილი აქ დაწეს საოცარ სიტყვებს. უყვარდა იაკობს რაქელი. ლია უყვარდა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ ვსაუბრობთ აბრაამზე და ვსაუბრობთ სარაზე, ვსაუბრობთ ისააკზე და ვსაუბრობთ რებეკაზე, თუ კი ვიწყებთ საუბარს იაკობზე, უნდა დავიწყოთ საუბარი ვიზე, არა ლიაზე, არამედ რაქელზე. რაქელია ახლა აი
აი საოცარი ქალბატონების რიგში რაქელი დადგა. და რადგან რაქელი დადგა, რადგან იაკობს ის უყვარს, რადგან ახლა ეს არის მამამთავრის ეს საყვარელი ცოლი რაქელი როგორი უნდა იყოს. წმინდა წერილი პირდაპირ ამბობს, რადგან უყვარდა, ამიტომ საშო დაუხშო უფალმა რაქელს. რაქელიც ბერწია. ეს არის რაქელი ბერწია არა, იმიტომ რომ ბერწია ასე დაიბადა და ბიოლოგიურად ასე ჩამოყალიბდა რომ ბერწი ყოფილიყო არა, აი რადგან უყვარს იაკობს. ამიტომ ბერწობა მისცა ღმერთმა და საშო დაუხშო და საშო გაუხსნა ლიას. ეს ძალიან აი ამით წმინდა წერილი გვეუბნება. ლია კი არა, რაქელი აგწევს იმ გზას, რაგსაც გაიარა სარამ, რებეკამ, ახლა რაქელმა უნდა გაიაროს. აი ეს საშოს დახშობა ამაზე მიუთითებს. კარგით, აი აქ დავასრულოთ, მოდით დღეს ძალიან სიტყვა აღარ გამიგრძელდეს, მაგრამ შემდეგ ლექციაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ 20 წელიწადზე. ეს არ არის 20 წელიწადი, რომელიც აი ითქვა და გორჩა, ეს 20 წელიწადი ძალიან მძიმე 20 წელიწადია იმისათვის აქვე იაკობისათვის და შემდგომ როგორ გრძელდება თქმა ამის შესახებ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. ახლა ვთქვათ, გავმართოთ, დავიწყოთ მსჯელობა და კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ. დიდი მადლობა, შეიძლება რამდენიმე კითხვა მეც დამიგრო და წინა ლექციაზე ვერ ვიყავი და შეიძლება დავსვა კითხვები, რომლებიც უკვე პასუხგაცემულია ეს. მასაც დაუბრუნდეთ ისააკის მიერ, როდესაც ის გაარკვევს, რომ შვილმა მოატყუა, იგი იაკობის არ დაწყევლას და კურთხევის დამტკიცებას. ერთი ალბათ უნდა თქვათ, რომ არა ეს იმ კურთხევას ძალა არ ექნებოდა ღვთის წინაშე მოტყუებით. ანუ კურთხევა დასტურდება მას მერე, ძალაში შედის თუ შეიძლება ასე ითქვას. მას მერე რაც ისააკი შეიტყობს სიმართლეს, რომ ის მოტყუდა და მაინც დაადასტურებს კურთხევას. დაადასტურებს სწორედ ამიტომ, რომ გვხვდება, რომ ის მოტყუებას ღვთისგან არის. ეს ღმერთს არ მოიწყვას, ისააკი ამას მაგას თალკე ვიკითხავ, მაგრამ მინდა ჯერ ბოდიში ცოტა იურიდიული კითხვასავით. ეგრე გამოდის. ძალაში კურთხევა შედის არა მაშინ, როდესაც ისააკი მოტყუებულია. როცა დამტკიცებული. არამედ როცა ამტკიცებს, როცა გაიგებს სიმართლეს. იმიტომ რომ მე მანამდე გამიცდა შეკითხვა რა ძალა აქვს ასეთ კურთხევას და თქვენ პასუხი გაეცეთ. არაფერი ძალა არ აქვს, სანამ ის ბოლომდე სიმართლეს არ შეიტყობს პოსტფაქტუმ და არ დაადასტურებს, რა მიზეზითაც არ უნდა დაადასტურებია ეს, რომ და მაშინ შედის ეთყობა ძალაში, ესეა? შესაძლებელია, რომ იურიდიულად თუ მიუძღებით, მაშინ მართლა პირველი საფეხურიდან მეორე საფეხურზე უნდა გადავიდეთ, გეთანხმებით. მაგრამ იქ რაღაც ვაკუუმი გვაქვს, თქვათ 1 საათიანი, რამდენიც არის, რომელშიც ეს ფსევდო კურთხევაა, ეს ფიქტიური კურთხევაა, მას ჯერ ძალა არ აქვს, სანამ ეს მამა არ გაიგებს პასუხს და არ დაადასტურებს. მაშინ ცა, როდესაც შედის უკვე ესავე და კურთხევას თხოვს, ისააკი ეუბნება, რომ ერთი მქონდა კურთხევა. მეტი არ მაქვს. და ისიც რომ მივეცი უკვე. ანუ მისცა ეს კურთხევა. ხო, უკვე დადასტურებული აქვს. სანამ ესავე დაბრუნდება, მან უკვე სიმართლე იცის და უკვე დადასტურებული აქვს ეს კურთხევა. მაგრამ ეს მინდოდა გამერკვია, რომ დაადასტურებს, როდესაც ესავთან არის, ხო? ეს რო გაიგებს. არა, ესავს ეუბნება. ესავს ეუბნება, ვაკურთხე და კურთხეული იყოს. ვაკურთხე და კურთხეული. მაგრამ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი მე მინდოდა ამაზე შეკითხვა დამესვა და შეიძლება კარგად მიიღოს. ნახეთ, როდესაც იაკობს უცვლის შეჭამათში ისიც სიტყვა, ნათქვამი. კი, სიტყვა. მერე, როდესაც რებეკა წყევლი სიტყვით წყევლას თავის თავზე იღებს, ეგაც სიტყვა და ნათქვამი კურთხევა, ეგაც სიტყვა და ეს სიტყვა რაღაცა მატერიალურივით არის. ერთი მქონდა და მივეცი. ანუ ეს ხალხი საკმაოდ სიტყვა ძუნწი უნდა ყოფილიყო და თავის სიტყვას, თავის ცხოვრების რაღაცა ნაციხს ატანდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მან თქვა, როდესაც უთხრა და აკურთხა, მისცა უკვე და მიცემული არის. ანუ ცოტა მოგვიანებით ბოდიში მოგიწევთ ეს სიტყვას, რომ ჩვენ მე ძალიან მინდა ეს კითხვა დავიმახსოვროთ, ეს ძალიან საინტერესო კითხვა და აი ეს მინდა გავიხსენოთ, როდესაც იაკობისა და ღმერთის შერკინებას ხო? აი იქაც გავიხსენოთ რა ეს მომენტი რა.
ანუ ეს სამომთავრო ის განიხილება ისეთ რამეს რომ რაც ითქმება და არავითარი დაუშვათ ტყუილი იქნება ეს თუ მოტყუების გამო იქნა გაცემული უკუხმობას არ ეკონდებარება ასე არის განხილული და ეს კარგად ნუ ამას ჩვენ ვახსენებთ ისააკი ამას ამბობს რომ მე უკვე ვაკუთვნი და არ შეიძლება ამის იქით ამას უკან არ ვერ წამოვიღებ ხო აი არც ვიცი ეგ დავსვით თუ არასო მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ ვართ მოსემდელ ცივილიზაციაში ათმცნებამდელ არათუ ქრისტემდელ და საუბრობთ კაცობრიობის მორალის ზნეობის ცენტრალურ ეპიზოდზე სიცრუის კურთხევაზე. ანუ ჩვენ აქ შევდივართ ძალიან დიდ სიღრმეში, რატო შეერაცხება სიცრუე იაკობს სიწმინდეთ, რატო დადასტურდება ის მამისგან და ლექტორმა გითხრა, რომ იაკობმა ეს ეგზეგეტიკური აზრია, იმიტომ რომ ბატონი გიორგი გვეუბნება იმას, რაც წმინდა მამობრივია, ხო? თავის ინტერპრეტაციების მინიმალური, ასე ვთქვათ, ჩართვით. და იაკობმა ეს ქნა ლექციაში ეს იყო. იმიტომ რომ ხედავდაო, რომ ესავის აზროვნებისა და ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა სამამამთავრო ტვირთსო. თუმცა მას დაავალა ისააკმა კი ეს არის ის სისუსტე რომელიც გამოიჩინა აბიმელექთანაც გამოიჩინა და ესე ქვია აბრაამმა რო თქვა სარაზე დაარისო სანამ გამოცხადება აბრაამი აბიმელექს კაჩვილი ვერ ხდება ის აბრაამ და ისააკი ძალიან მარტივად იგებს აი აქ მინდა რომ ეს ძალიან საფრთხილო თემებია მილიონი კუთხე აქვს და ზედმეტის ბოდიში თქმა არ მინდა მაგრამ გამოდის რომ მორჩილებად მამამთავრის ანუ პატრიარქის მაგრამ რასთან გვაქვს საქმე უმცროსი ძმა ხედავს რომ მამა ცდება ესავზე რაღაცის დავალებით განსჯის რომ ეს უფროსი ძმა არ ვარგა მამამთავრის როლის გასაგრძელებლად იჩენს ინიციატივას ჩვენს ენაზე რო ვთქვათ ატყუებს ორივეს შედის იტაცებს აი ამ გვირგვინს ჯერ შეჭამათში უცვლის ამ პირველ შობადობას ატყუებს მერე მასკირებას აკეთებს თავისი გარეგნობისა და გამოსძალავს ბრმა მამას რამოდენიმე კადნიერება ამ კურთხევას იცის რომ გაირკვევა მაგრამ აყენებს მათ ამ ფაქტის წინაშე რომ აი მე უმცროსმა შვილმა უმცროსმა ძმამ თქვენ კი მეუბნებით რომ ესავს ზე გადადის ეს, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით, მე არ მისმენთ თქვენ. რომ ეს ჩემი უმცროსი ძმა არ ვარგა მამამთავრობის გასაგრძელებას და გაყენებთ ახლა ფაქტის წინაშე. ხა ამის იქით რა არცევანი აქვს მამას. ან უნდა დაწყევლოს, როგორც ნოემ ქამი დაწყევლა ამისათვის, განკვეთოს, გააგდოს ურჩობისათვის, ან უნდა თქვას, აი ეს მომენტი დგება, რომ მართალი ხარ შვილი. და ესეც უნდა დაემორჩილოს. ანუ პოსტფაქტუმ რაღაც დროის გავლის მერე ეს უფროსი ძმაც მე ეს კითხვაც ჰქონდა რატო გაბრაზდა ხო გაყიდა მეთქი შეჭამათში ეს თავისი პირველ შობადობა მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ ამას არ ეგონა რომ ესე გაყიდა ხო აბა რა ეგონა რა გაყიდა არა რა გაყიდა არა ის რომ გაყიდა იცოდა მაგრამ ამას თუ ასეთ მნიშვნელობას მისცემდა იაკობი ამას გაიხსენებდა ამ აქედან ააგებდა თავის სტრატეგიას მიაწოდდა კურთხევა ისა და იმან არ მისცა ამას სანამ გავხსნებით ამ თემას მან რებეკას როლი ძალიან დიდი რომ იაკობი რო შედის მამასთან მან რებეკას როლია ძალიან დიდი რებეკა ხედავს ამას რომ ეს არის იაკობია და არა ესა. ხო, ამას მივაქციოთ ყურადღება ლევან მინერიდან ინიციატივა ამ შემთხვევაში რებეკასი არის. იაკობი მოლოდინის, ანუ იაკობი რებეკას ემორჩილება ამ შემთხვევაში. კი, მას საამისო დააქვს მოძრაობა დაწყებული, მაგრამ იაკობი ვერ შევა ისააკთან თუ რებეკა. როგორ ავირიდოთ, ბოდიში ჩვენ ადამიანებმა უკვე რომლებიც ვუცქერთ ამას ქრისტიანობის სიმაღლიდან, გადმოსახედიდან, ანუ მოსეწმოსულია დეკალოგიც უკვე კაცობრიობის ნეობრივი ხერხემალია, მაცხოვარიც მოსულია მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანები ვართ, აგერ ვეზიარეთ ზოგიერთი დღეს ქრისტესის და ხო, როგორ ავირიდოთ? აი ეს ცდომილება, რომ ეს ნიშნავს ამ ისტორიიდან, რომ მე როგორც უმცროსი, აი როგორც ახლა პატრიარქს ზოგიერთი ეურჩება და ამბობს, რომ შენ ვერ ხედავ კაცო, მე უკვე ვხედავ.
მე ვიცი ვინაა დასასჯელი საპატრიარქოში და არ მიჯერებთ და განგიდგებით გესმის? აი როგორ ავერიდოთ ესეთი ეშმაკისეული დასკვნის გამოტანა ამ ისტორიიდან, იმიტომ რომ პოსტფაქტუმ კი იაკობი შემდგომი თავის ცხოვრობით კი ადასტურებს თავის სიწმინდეს, თავის მამამთავრობრივ რისი განხილვაც ახლა დაავიწყეთ, მორჩილებას, თავის ჯვარზე გაკრულობას, მაგრამ როგორ ავირიდოთ ესეთი სახიფათო დასკვნის გამოტანა ამ ლექციიდან, ბოდიში რომ ამას ვლაპარაკობ. შეიძლება ჩემს როცა ლაპარაკობ რაღაცა კრიმინალზე, ხო, კრიმინალის ჩამდენი რა მოგებაზე ვუწევ, ხო? იმაზე ლაპარაკი და მაშინ ვლაპარაკობთ იმაზე, რა მოგება ნახა. თუ ის თქმა ჩამდენი ტკივილის, განცდების, ზე მოგება არ ვნახი არაფერი, ხო? ანუ ის არ მიდის სარგებელს. ჯვარსი მემკვიდრე გახდა ყველაფრის კი, მაგრამ თუმცა იაკობს ჩვენ ამას მე უნდა მეთქვა არ მოგაქციეთ უკვე სამ მე უნდა მეთქვა მე მაგრამ ნუ ახლა ვიყო შემდეგი ლექციისთვის ხონდა ეს თემა მე მინდა გითხრათ რომ რაც უთხრა ისააკმა იაკობს 1 გრამი არ შეხვედრია ის იაკობს თავის ცხოვრებაში ყველაფერი ეს მომაწარიყო იაკობის იაკობმა ამ კურთხევიდან წაიღო მხოლოდ ერთადერთი რამე კურთხევიდან შენდამი ყოველი ტომი ქვეყანისანი მეტი იაკობს ისააკის იმიდან არაფერი არ აქვს ყველაფერი ესავს დარჩა მატერიალური ყველაფერი ესავს არის ანუ ბერული ცხოვრების წინასახე ხომ არა ისი ბერული ცხოვრების თავისთავად ცხადია მე ის გითხარით ასკეტური ლიტერატურაში ეს გოგვთვისმეტყველს აქვს არ იგვირდა ასე ვთქვათ კი მე უბრალოდ და ეს სიგონის აი ეს არის მეგონი მთავარი ახლა რაც ითქვა ესე იგი იაკობმა წინასწარ იცის თუ არ იცის მაგრამ შეიძლება იცის კიდეც იაკობმა გამოითხოვა მემკვიდრეობა არა მატერიალური სიმდიდრისა არამედ ჯვრისა 1 გრამს არ მიიღებს და რაც აი ნაყოფიერი ველები და საკმა რაღაც ამბავში მოაშორა ესავს ის რაც მას არ უნდოდა და დაუტოვა ესავს ის რაც მას უნდა მე ახლა უბრალოდ ცოტა ისე უხერხული რა გამოუვალ მდგომარეობა მქონდა ხარ რომ გამეგრძელებინა თქობა ძალიან შორს წავიდოდი და ეს ფორმატის ვერ იტევდა ამას თორე ჩვენ ეს საუბარი რომ დავიწყოთ აი შემდეგ კვირას ხო შემდეგ კვირას ჩვენ ბევრ პასუხებს ვიღებთ იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ ჩვენ ნახავთ რომ ესავს ახლა ერთი სული აქვს როდის მოკვდება მამამისი რომ მე მოკლას თავისი ძმა მაგრამ აღმოჩნდება რომ ძალიან ცოტა რა 20 წლის ისთვის გამოკლას არა რა მოკლას და თავის ძმა ენატრება ჩახუტება უნდა მოფერე არაფერი მტრობა აღარ დარჩება თან მე მგონი იმისიკით არც აინტერესებს რაც და ეს უნდა რომ არ წაიღო საქმეც ეს საქმეც ვერ გეტყვით არ დათვა თუ ის ფიქრობდა რომ კურთხევით ის საერთმეოდა აღმოაჩინა რომ ეს ყველაფერი ამ კურთხევის garaშეც აქვს და რატო როლი წაიღო როლი წვალებ წამების როლი ხო და იმიტომ როდესაც შემდეგ ლექციაზე ჩვენ ვისაუბრებთ იაკობისა და ღმერთის შეკინებაზე იქ ვნახავთ რომ ესავს არ უნდა ის რაც მის ანგელოზიც კი ცდილობსო დაუბრუნოს აი უბრალოდ არ უნდა ამ კაცის ღვთისმსახურება მორჩა და გატანა უბრალოდ აი ჩვენ ვნახავთ რა შემდეგ შეხვედრაზე როგორ კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი ანუ ჩემი სათქმელი რაში არის აი რაც ამ მამამთავრების ისტორიაზე გადავედით აი რაღაც ხო აი გროვდება შეგინე ხვდები რაღაც გაწუხებ და ეხლა რაღაც მე მგონი ჩამოვაყალიბებ აი სერიოზული პრობლემა მაქვს რა მე ყოველ შემთხვევაში გინით რომ ერთი მხრივ თქვენ გვიყვებით წმინდა მამების განმარტებას და ეს არის არგუმენტი ასე ვთქვათ ავტორიტეტიდან რომ ეს ხალხი არის აი ეტალონი და ეს ერთი მხრიდან მოდი და მეორე მხრიდან ისტორიას რომ მიყვებით აი გულების ხდება რა შვება ეს ხალხი ერთმა რავი თავისი ცოლი გაასაღა დაათ და ლამის ვიღაცებმა ან რო არ დასიზმრებოდა იმ კაცს რომ ეს ამისი და არის რაღაც სხვა მოხდება მეორეჯერ ხდება ვერ მოხდებოდა სხვა ანუ ეს ამ ადამიანების ლოგიკა აი როგორ იქცევენ იგივე ხარ დედის და შვილის შეთქმულება რომ მამა ვინც არის ვინც უნდა თქვას ხო იმის წინააღმდეგ რაღაც იმას შეთქმულებას აწყობენ ამას ფუთავენ მანამდე ხა ის რო არის გაბრაზებული კი შეიძლება ის ძმა არ არის თლად მართალი მაგრამ აი ხა ამის კუთხიდან რო შევხედოთ აი სისუსტე დაინახა ხო ძმის რაღაცა და თulis რომ ეს არ ივარგებს იმ საქმეს ხო არის ორი ლოგიკა ერთი არის რომ
მოდი გამოასწორებიო ეს მიეხმარო იმის გადალახვაში და მეორე არის რომ ის სისუსტე ყველაზე მეტად როცა ექნება გამომჟღავნებული მაშინ აი ჩვენი სლენგით გაუჩალიჩო ხო და მაგაზე არის კაცი ნაწილი რომ ძმამ გამიჩალიჩა ერთხელ მეორედ და ანუ რა აი საერთოდ აცილებული და ანუ რა სადამდე მიყვავს რომ ეს მამამთავრები რატომ არიან განხილული შეიძლება მე დამჭერ ეს სტაბილიზება და რეალურად არ არიან რატომ არიან შეუცდომელ ეტალონებად აღქმული როცა არიან რატო ხედავთ შეუცდომელ ეტალონებად ანუ ყველა მათ საქციელზე განიხილება რომ კი აი ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ეს რა ხდება, მაგრამ ამას ქვეტექსტი ეგება შეეშალა უბრალოდ. ეგება მოაწყვა მართლა და იმიტომ იყო ამდენი ცვალება მე მთელი მაგის ცხოვრება. მაგას ხაზი გაუსვი მე რომ აბრაამი ეტალონი ვერანაირად ვერ იქნება. ისააკი ეტალონი არის ჩემთვის წმენა აბრაამის. ეტალონი არის ჩემთვის მორჩილება ისააკის. ეტალონი არის ჩემთვის აი ის რა ქვია სიყვარული იაკობისა რომელსაც დავინახავთ. ანუ ისაც ამ მამამთავრებმა გამოავლინეს თორე ეს არის ჩვეულებრივი დაცემულ ცოდვაში დაცემულ ადამიანთა ცხოვრება რომელიც ცდილობენ ამ ცოდვის ბატონობის ქვეშ არ მოექცენ თავიანთი სისუსტეებით თავიანთი ბორძიკებით თავიანთი სიაღმართვებით და ასე შემდეგ მამო ახლავე დაგიწყობს სიტყვას ერთს დავამატებ და ამა ჩვენ ანუ ნახეთ ერთ დეტალს მინდა რა ხაზი გაუსვა ჩვენ აი თქვენ ამ კითხვას და ლევანის ამ კითხვას გავიხსენებთ, როდესაც ვისაუბრებთ მაცხოვრის გეცემანიაში უცხოს. და იქ ვიტყვით ერთ საოცარ სიტყვას, მე არ ვიტყვი ბასილი ამბობს, ამას ბასილი დიდი ამბობს. ჩვენ ვიტყვით ვისაუბრებთ ყველაზე დიდ სიცრუეზე. ესმით, ყურადღება მიაქცეთ ერთ ასეთ დეტალს. ისტორია იწყება და ისტორია სრულდება. იწყება იქ რომ ადამიანი უნდა გახდეს ღმერთი და სრულდება იქ რომ ადამიანი გახდა ღმერთი. მთელი ეს ბიბლიური ისტორია არის აი ამ ორ წერტილს შორის სიარული. და აი ამ განღმრთობის, აი ეს ხაზი გულისხმობს არა მარტო იმას, რომ ადამიანი განიღრმთობა, არამედ გულისხმობს როგორ მარცხდება ის, რომელიც ხელს უშლის ამ განღრთობას. მთელი პრობლემა დაცემული ადამიანის არის სწორედ ეს. მას უნდა თუ არ უნდა ურთიერთობა უწევს იმასთან, ვინც ეწინააღმდეგება მას განღრთობაში. ანუ სხვაგვარად რო ვთქვა, ჩვენ აი ეს სიცრუე შევკრიბავთ, როგორ ვთქვა ახლა ეს სიტყვა ცუდად არ გამომივიდეს, მაგრამ შევკრიბავთ აი როგორც ბასილი დიდი ამბობს იმ მომზაკვარებაში, როგორც მოიმზაკვარა ქრისტემ ლუციფერი. აი პირდაპირ ბასილი მე მოგიტანთ კიდევაც ამ სიტყვას დიდ ხუჩაბაც. ძალიან მე ყველა ჩემს სტუდენტს ყველას ვავალებ, რომ თუ დავალებას არ ვაძლევ, ურჩევ, რომ დიდ ხუჩაბაც, აი როდესაც უკვე ეს აღესრულება, რა ქვია, საღვთო ლიტურგია აღესრულება, როგორ პარასკევის ეს იწყება, მსახურება იწყება, აი წაიკითხონ ბასილი დიდის ეს სიტყვა, რომელიც მან დიდ ხუჩაბაც წარმოთქვა. ნუ ეს არის საოცარი რამ, ჩვენ ნახავთ, რომ მაცხოვარმა გეცემანის ბაღში შეკრიბა მთელი სიცრუე, რომელზეც წმინდა იოანე ოქროპირი ხმამაღლა შესახებს მე ამბიონიდან, ხოი წმინდა სიცრუე. ეს წმინდა სიცრუე ეს კი არ არის აქ 5 ვაშლი მაგ და ვატყუებს 3 მაგმეთი. ამაზე კი არ არის საუბარი. ეს არის სიცრუე მომზაკვარება კაცთა მომზაკვარებელისა. ის უნდა იყოს მომზაკვარებელი, როგორც იმან მოიმზაკვარა ადამიანი. და ჩემს იმაში აი ჩემი პირადი ცხოვრებაც მისი მომზაკვარება ქრისტეს დარად. როგორც ქრისტე მოიმზაკვარა, ის შენც ისე უნდა მოიმზაკვარო ის. ამ სიცრუეზეა საუბარი, როდესაც აბრაამი ამბობს, რომ სარა ჩემი და არ არის ტყუილი. აბრაამის და არის სარა ნამდვილად, მაგრამ რო არ ამბობს ცოლი არისო, აქ უკვე არის განგება ღვთისა. მე პირდაპირ გეუბნებით, ძველია ხმა. აი მას გეუბნებით სრული პასუხისგებლობით. ძველია ხმა, ეს არის ვიწრობები, რომელ ვიწრობებში ჩუმად იარა საღვთო განგებულებამ იმისათვის, რომ გოლგოთა შემდგარიყო. ეს ვერ უნდა გაიგოს დაცემულმა ძალამ. ჩუმად უნდა მოხდეს, ეს ხმანაირად უნდა მოხდეს. ეს უნდა მოხდეს დაცემული ძალა რა არის, მე თქვენ გითხარით, ლოგიკა აქვს, მიზეზშედეგობრივი. მაგრამ ღმერთს აქვს რაღაც სხვა ლოგიკა, რომელიც ამ მიზეზშედეგობრივ ლოგიკაზე მიღმა დგას. და ჩვენ გოლგოთაზე ვნახავთ გოლგოთაზე, რომ ზუსტად ამ ლოგიკით მივიდა დაცემული ძალა ნაზარეველთან. იმიტომ ლოგიკურად შენ აღარ უნდა არსებობდე. და სწორედ ეს ლოგიკა დაასამარა ნაზარეველმა, როდესაც ის ჯოჯოხეთში ჩადის. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ თავის დავაცხადე მომავალში. მადლობა გიორგი, ზუსტად მაგის გაგრძელება ცოტა სხვანაირად მინდა მეთქვა. ეს ხალხი, ვიზეთ ჩვენ საუბრობთ,
თავიანთ ცხოვრებაში, თავიანთ ფეხის ყოველ ნაბიჯზე ფიქრობენ ღმერთზე და მათ ღმერთის სიახლოვის განცდა აქვს თავიანთი ცხოვრების აი ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვსჯელობთ ხალხი, რომელსაც ეს არ აქვს. ანუ ერთი თვალით დახუჭული გვაქვს და ვამბობთ, რომ ლოგიკურად ესე არ უნდა იყოს. მაგრამ იმ ხალხს ლოგიკა არ აქვს. მან იცის, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ამ ნაბიჯს დგამს, არალოგიკურ ნაბიჯს დგამს, ის მარტო არ არის. მასთან ერთად არის ღმერთიც და ღვთისგანგებულებას მიყვება. ამიტომ ლოგიკას ჩვენ ვეძებთ იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ მოვაკლდით აი ამ ღვთის ახლოს ყოფნის განცდას. და მხოლოდ დაყრდნობილი ვართ ჩვენს პრაგმატულ აზროვნებაზე. და რაც გიორგიმ თქვა, ცოტა სხვა კუთხით თქვა, მაგრამ სრულიად იგივე არის, რომ ლოგიკაში ყოველთვის შეიძლება გათვლა შენ მერე რას გააკეთე და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ბოროტძალას ეს ლოგიკა აქვს, მხოლოდ ლოგიკით, როდესაც მოძრავ, ყოველთვის შეიძლება რაიმე ხაფანგი გელოდეს წინ მისგან. მეორე კიდე რასაც ვფიქრობ, ეს უკვე ამას აღარ არ ეხება. ესავის ეს ისაკის ეს სიბრმავე. ხომ არ გულისხმობს მის რაღაც სულიერი ხედვის დაქვეითებასაც, იმდენად უყვარს ესავი, რომ ამ კუთხით ვეღარ ხედავს, რომ კი არის პირმშრომ, მაგრამ არ არის იმის მტვირთველი, რაც უნდა იტვირთოს. და ამ დროს რებეკა არის აქ დამზურიან, ყველაფერს რებეკა ხედავს ამას. რებეკას ახსოვს მათი დაბადება, რებეკას ახსოვს წინასწარმეტყველება, რებეკას ახსოვს ეს. და ამ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ იაკობმა მოიტყუა, მარტო მხოლოდ იაკობი არ უნდა ავიღოთ აქ, ყველაფერი ერთად უნდა ავიღოთ. რებეკაც, ისააკიც, ესავიც, იაკობიც და ღვთისგანგებულებას. ღვთისგანგებულება უნდა თქვა ერთ სიტყვაში ჩდება, ეს არის ღვთისგანგებულება. აი, მოდი რა ვთქვათ, იცი, მოდი. ეს როგორ გამომჩა, ეს არ უნდა გამომჩენო და არაფერი, ეს არის ახლა ჩემი ბრალი, რომ ეს ლექციის დროს ორ ადგილას ვამბობ ხოლმე და ახლა მეთქვა ჯობდა. ნახეთ რა მეგრად. აბრაამს გონია, რომ ისმაელი არის მისი კურთხევის გამოცდილებელი. ხო? აღმოჩნდება ისააკი. ისააკს გონია, რომ ესავე მისი პირშოს გამოცდილებელი. აღმოჩნდება იაკობი. იაკობს ეგონება მე იოსებია გამოცდილებული, აღმოჩნდება იუდა. აი აქ სულ ასე გვერდით მიდის ეს. ლოგიკურად ხანერად უნდა წახვიდე, მაგრამ მიდის სხვაგან. ნახე რა შეესაქმე. ადამს და მისოლს უთხრა ღმერთმა, რომ დედაკაცისაგან შობილი თავს გაუჭეჭყავს გველს. ეს ვინ გაიგო? გაიგო ადამმა, გაიგო გველმა და გაიგო ევამ და გაიგო გველმა. ანუ მესიის მოსვლას ელოდება არა მარტო ადამიანები, მესიის მოსვლას ელოდება გველიც. პოტენციურად ყველა, აი როგორც კი კურთხევა გაისმება, ხო, აბრაამთან კურთხევა. აბრაამი ახლა საშიშია იმისთვის გველისათვის. აბრაამი საშიშია გველისათვის. აი აბრაამს რომ ისმაელი შეეშინდება, ახლა ისმაელია საშიში გველისათვის. გველი ისმაელთანაა ჩასაფრებული, აქედან რაღაც საშიშროება მოდის ჩემთვის. და აი იქ არის და უცებ გვერდით ამბავი მოხდება, ანუ აქ აი მთელი ეს ძველი აქტმა, მთელი ეს გენეალოგია, რაც წარმოდგენილი აქვს მათემახარებელს, ეს არის სწორედ აი სულ ყოველ ნაბიჯში ტყუდება, ერთი გონია მეორეა, ღვთისმშობლის გათხოვებაც. ყოვლადწმინდა ქალწულის გათხოვებაც ხდება, იმიტომ რომ დაცემული ძალა, რომელიც ჩასაფრებულია ყველა ქალწულზე, ღვთისმშობელზე თავისი ყურადღება მოადუნოს და მისთვის გახდეს უცნობო სამი რამ დაეფარა ეშმაკს ამბობს ეგნატი ანტიოქიელი, რომ ერთი ქალწულება მარიამისი, შობა მაცხოვრისა და ჯვარცმა მისი. ანუ აქ გესმით აი ეს შეიძლება რომ მეთქვა, ანუ ამი მიმართულებით მიდის ეს, რომ ბეთლემის საღამო უნდა დადგეს და ბეთლემის საღამომ გოლგოთის მისტერია უნდა მოიყვანოს. ყველაფერი კეთდება ამისათვის. როდესაც ისააკს გონია ესავი, ეს თავისთავად ცხადია, ისააკ ამას ხმამაღლა ამბობს და ესავი გონია არა მარტო ისააკს,
არამედ ესავი გონია იმ გველსაც. ანუ აქ აი რაც მითხარით, მაქედან გამომდინარე, ხო რაღაცა კუთხით გამოდის, რომ ვინც ღვთის ნების გზაზე მიდის, ის არალოგიკურად იქცევა და მაშინ არავითარ შემთხვევაში მის გზაზე იარო ეს რაციონალური ჩაგეხსნება, ხო, იმიტომ რომ სულ მაშინ ეგ ეშმაკის იარაღი გამოვიდა. არა, ზურა, მე სწორედ მიმაცნებ ამ ჩვენი საოცარი ლექციების კურსის მთელი აზრი და ინფორმატის, რომელიც ლექტორმა შემოგთავაზა, არის ამ ზღვა მასალის ნაბიჯ დეტალური განხილვა, ჩვენი აზრის გამოთქმა, კითხვების დასვა და ქრისტეს სულში ეკლესიის კურთხევით ჭეშმარიტების ძიება და მე თითოეულ ლექციაზე, რომელზეც დასწრების უფლებაც მაქვს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფართო საზოგადოებასაც ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ხალხს ეს თემები აინტერესებს, ბუნებრივია ყველას ვერ ექნება ყველა ლექციაზე დასწრების საშუალება, ხო? თითოეულ ლექციაზე, როდესაც მე მიჩნდება ლოგიკური კითხვები, მე მათ შევავ და ყოველ ჯერზე არაფერი არ მიგროვდება, მე ცოტა გაოცებული ვარ, შენ თქვი რომ რაღაც მიგროვდებაო, იმიტომ რომ აქაც გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვები, რატომ არის მართებული იაკობის ტყუილი და მივიღე სწორედაც რომ ადამიანური ლოგიკით აბსოლუტურად გასაგები პასუხები. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს საუბარი საზოგადოებაზე, სადაც სინას მთაზე ჯერ კაცობრიობას არ მიუღია, არ იცრუო, როგორც ერთ-ერთი მცნება 10-დან, სადაც აი ამ სიცრუეს, რომელსაც ჩადის იაკობი, мотивация უდევს არა მატერიალური ამ ქვეყნიური სიმდიდრის მოხვეჭა, არამედ მსახურება ღმერთისა. არა მარტო ლოძზე ეზეთის დასხმაში და ქალაქში არ შესვლაში ჩანს ეს, არამედ იმაში, რომ კაცო, ამ პირმშობობაში, პირველ შობილობაში, ამ კურთხევის გამოძალვაში, მას რო ქონების წაღება დომოდა ისააკის სახლისგან, თავის მამის სახლისგან, ის იმ მონობაში არ ჩავარდებოდა, რა მონობაშიც ბიძამისთან ჩავარდა. ეს ამან ყველაფერი თავის ძმას დაუტოვა და 20 წელი ბოდიში ამ სიტყვისთვის იპახავა, რომ უფლება მოეპოვებინა ცოლის მოყვანისა, მოტყუებულზე, 7 წელ მოტყუებულზე, მერე 7 წელი კაი არენდო ამ ზითევის თავიდან დაგროვებაზე, ლიას მერე. და მერე კიდე 6 წელი თავისი სარჩოს დაგროვებაზე. სარჩოს ახალი ხო არ არის? ხო, რითი გავს ახლა ეს მოჩალიჩე კაცის ფსიქიკას, რომელიც მოტყუების ის 6 წელიც ხო 10 ჯერ შეუცვლის. იმ 6 წელსაც 10 ჯერ შეუცვლის რომელიც ჩვენთაგანი იზავდა 20 წელი ეგეთ რამეს თუ ის მენივთე იქნებოდა, თუ ის იჩალიჩებდა ბოდიში თანამდებობას ან სარგებელს. ანუ ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის ძმაში დაინახა, რომ ის ესავი, რომელიც დასჯერდა იმ ქონებას, დარჩა იმ მამამისის სახლში და კი ბუზღუნებდა, რომ მოკლა მინდაო, მაგრამ მე მიხვდა, რომ რაღა მოკლა მინდა, რაც მინდო და მე დამრჩა და უბრალოდ მოენატრა. ის ხედავს ამ თავის ძმაში, წინასწარ, როგორც უმცროსი ძმა, რომ ეს არ არის ეს ტიპი, ვინც 20 წელი ესე იწვალებს და ესეთ რაღაცებს დაითმეს. ამიტომ მე პირადად არ ვიცი ვის როგორ ნაღდად გამეცა ლოგიკური პასუხი, რადო შეერაცხა სიწმინდეთ იაკობს თავისი ეს, იმიტომ რომ ეს წმინდა ტყუილი იყო რა, მან დააყენა ფაქტის წინაშე მამამისი და მამამისაც თვალი აეხილა, დაინახა რომ რახან ეს ჩემი შვილი ასე წვალობს, ეხა იაკობმა ხო იცის ამ კურთხევას, კი არა, ისააკმა ბოდიში რატო აძლევს იაკობს, ხო იცის რომ ეს ქონება ესავს რჩება რახან ამდენს ჩალიჩვენს ეს კაცი რომ ქონებისთვის კი არა, არამედ აი ამ მსახურებისთვის ვაკურთხე და კურთხეულ იყოს. ამიტომ მე მივიღე ლოგიკური პასუხები ამ ლექციაზე. ის ეჭამანი ერთ იგივე ხო არ არის? რაც იაკობს საჭამი. არა, ის წითელი იყო და ის ოსპის შეჭამანდია და ხორცის არის. ჩვენ დავსვათ ერთი ასეთი შობილის პრედან კურთხევა მოხდა, ხო? ორივე შობილს დაემორჩილა, პირდაპირ მამის და დედის შორის. ანუ ის თქმა უნდა იაკობის შემთხვევაში ორივე შობილიდან მოხდა კურთხევა. კი. და
ისა ქვია ეს სახელი გამოვიდა. ეს არის. ესავე შემთხვევაში არ იქნებოდა რებეკას გამჭირდება. რებეკა არ მისცემდა ამის იმას კი. ახლა ყურადღება ახლა ერთი კითხვა დავუსვათ. სოსაც ქონდა რაღაცა. მე კითხვა არ აქვს, მე უბრალოდ უყურებ იმას, რომ გემზანეთ, რომ ყველაფერი ტელეოლოგიური ანუ ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ უხდარიყო ეს. კი. თავარი მოვლენა. აქ არ არის მორალზე ლაპარაკი. იმ ძველი აღქმის იმაზე, რომ რამდენად მორალურად მოიქცა უშუალოდ ამ შემთხვევაში იაკობი, ამიტომ ამ მორალის გამართლებას თუ დავიწყებ ჩვენ იმით, რომ ესე უნდა მომხდარიყო, ესე იყო ღვთისნება, მე ესე უკვე. ასე იყო ღვთისნება, მაგრამ ეს ხო ესნება ისტორიულად რეალიზებადი გახდა, სულ ამას კითხულობ. ამაშია საქმე, რეალიზებადი ამას ვინაძელი იმას ამბობს, რომ ასე მოხდა, იმიტომ რომ ესე მომხდარიყო და იქიდან რომ გამოიტანო დასკვნები და კონკრეტულ იმაზე თუ გადახვალ. მაგალითად იმაზე რა იცრუოდა უშუალოდ მე რემოსეს მაცნებაში იყო. სიცრუეზე დაუშვათ იგივე ხამურაბის კანონები და ესე გვავიღო ჩვენ შუამდინარე ური და ის საიდანაც გამოვიდა აბრაამი ხო მან ისე დეტალიზებულია იურიდიული საკითხები რომ უკითხულობენ ახლა გაოცებულები არიან და საერთოდ რომაული სამართალიც კი გამოდის გენეტიკურად იქიდან ხომ იცით კარგად და შესაბამისად აქ იმაში არ არის რომ სიცრუე მაშინ არ ისჯებოდა როგორ არის ისჯებოდა სიცრუე იმდენად მატერიალურად ისჯებოდა ესეთი სანქციები იყო მე უფრო გაიგე იმას მატერიალურად ისჯებოდა კი მატერიალურად ისჯებოდა ნორმა იყო რომ და მატერიალურად დაისაჯა იაკობი იაკობის დაისაჯა მატერიალურად დაისაჯა იქ ძალიან იმათ არის მაგას თამამენდა რომ მე ლოგიკურად ვერაფერს ამორალურს ვერ ხედავ იაკობის საქციელში, როცა ვარკვევ რომ ის ბოდიში და ჩალიჩობს ან გამოსტყუებს მამას არა მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ იმ ჯვარს, იმ სიმძიმეს, რომელსაც ხედავს რომ ესავს არ უნდა ისეც რა. ერთი კითხვა მქონდა თუ შეიძლება თქვენ ახალი აღთმა ახსენოთ. ამ თემას ვარ გადავუხვიოთ. ახლა მე მოგახსენებთ ყურადღება, ჩვენ დავსვათ ერთ ასეთ კითხვა, რა არის სიცრუე? მოდი აი კითხვასაც გავცეთ პასუხი. აი რა შეიძლება იყოს სიცრუე? აი მაგალითად მე მივდივარ თეატრში და თამაშობს რიჩარდს ან ავიცი მეფელის სახეობი თამაშობს და ამბობს რომ მე ვარ მეფელერი ან მე ვარ რიჩარდი ამბობს რა მათყუებს თუ არ მათყუებს არის თუ არა თქული როდესაც სახეობი მეუბნება ანუ მე მათყუებს თუ არ მათყუებს სახეობი როდესაც რამოშიკვაზე მეუბნება მე რომ აი ეს არის თქო მათყუებს არ მათყუებს ინასას გაცხადებული თამაშის საქმეც ესა არ მათყუებს ვინაიდან მე მასთან რომ მივედი შევთანხმდი მე მას შევუთანხმდი რომ დიახ ჩემთვის შენ იქნები აი ეს პერსონაჟი მე ის არ მათყუებს ან როდესაც კამი ეუბნება სემს და იაფეთს წამოდით გარავში თვრალი შიშველი მამა გდია ის ამბობს სრულ სიმართლეს ანუ სიცრუე უნდა გამმარტოთ ასე მაგრამ არ მართლდება სიცრუე არის როდესაც მე რაღაცას გეუბნები ისეთ რომლისაგანაც ბაბათი სიცრუე არის ის რამე რომელიც მინდა დაგაჯერო შენ იმდენად რამდენადაც ამით მე მივიღებ სარგებელს ანუ სიცრუიდან შენ რაღაცას შევ დაგაჯერო თუ სარგებელს ვიღებ მე აი მაშინ შეიძლება ვისაუბროთ მატერიაში სარგებელს მატერიაში ხო ანუ მაგალითად აი ჰიტლერის ისა ხო ინგლისის პრემიერ-მინისტრი წერილებს წერდა რომ გერმანია არის გარანტი სწორედ იმისა რომ ევროპა უკვე დამშვიდდება როგორც ჰიტლერს ჭირდებოდა აგვისტო რომ ჩეხეთში შესულიყო და შემდგომ როდესაც ჰიტლერმა ეს დრო მოიგო და უდიდესი არტისტი იყო ხო უდიდესი გენიოსი იყო და შევიდა ჩეხეთში ცნობილია თავისთვისაც წერილი ინგლისის პრემიერ რომ წერდა პირველ წერილში რომ ევროპის იმედია ჰიტლერი ევროპა უნდა იყურებოდეს ჰიტლერისგან და რომ მოტყუდა ამ ხელა მსახიობი ამ ხელა გაიწვერა როგორ შეიძლება იყოს აი მაგალითად ცნობილია ესეთი ფაქტი რომ სუიციდის მცდელობის გამო ქალი ნაში ქვია ფსიქიატრიაში გავდა და გარკვეული პერიოდის შემდგომ კომისია გაიარა ამ თემას და აი კომისია ძალიან სწორილმა ფსიქიატრებმა თქვენს რომ ის სუიციდის მცდელობაზე აღარ წავა განკურნებულია იმ სიკიშისგან ეთქვილაში ჩამოკიდებული იყოს ანუ რაღაცაში დააჯერა ისეთი რაც თვითონ ქონდა სარგებელი აი ეს არის სიცრუე ვაჯერებ რაღაცას სხვას იმაში მაშინაც მე უკვე აპრიორი სარგებელს ვეუბნები აი სიცრუე
აი როდესაც სიცრუე არ არის, როცა მე მგონია რომ რაღაც არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ადამიანს კარგს უკეთებ, თუ ეგ მაქვს მოტივად, შემიძლია რომ არასწორი ინფორმაცია. ახლა მან უკვე მივდივართ კანტის იმაში, რა ქვია და აი მაგალითად კანტისათვის ხო აბსოლუტური მორალი ეს იყო, რომ თუ ფაშისტი მოძლევს ბავშვს და შენ ეს ბავშვი ესე ბრელი ბავშვი იმასაკენ დაინახე რომ შეერბინე ეგ და ფაშისტმა ვერ დაინახა და ფაშისტი გეკითხება აგ ბრელი ბავშვი ყوار გინახავს კი კანტის მოთხოვა ეგ კაცო ჩემი წინაპარიდან ათასავი წმინდა გრიგოლ ფერაძე როგორ იღუპება სიცრუით არ იღუპება ლიბერალებს რო არის ის ებრაელი ცოლშვილიანი რომელიც არ არის და სიცრუესაც აქვს მაგრამ რამე სარგებელს ღებულობს ამაში რასაც შეყავთ გაზის გამო მიუდგეთ მათ ხო არა უბრალოდ ამორალური უღბერთობა ანუ იქაც თევდორე ღუდელი რუსეთის ეპოში ივან სუსანინი გასარკვევია ყველა სიტუაციაში ან ყველაფერი რთულია ხო არა მე შეგნებულად გითხარით ანუ ალტრუიზმი ანუ დაცემულ ძალას იესო ნაზარეველი არ გონია ხო შეუძლია უთხრას იესო ნაზარეველი ჩვენ სახარებაში გვაქვს რამდენჯერმე ადგილი წერია ვიცით ვინც ახარ ძე ღვთისა წმინდა იეგე უფლისა ოსული ხარ ჩვენთან დროზე ადრე ჩვენთან საწამებლათო როგორ არა დაცემული სულები აღიარებდნენ პირი დაუყოვო მათ ხო მარკოზის სახარებაში თავიდანვე რამდენჯერმე წერია ეს ბოდიში და ბოლოს ამოსდით ტყუბდებიან ბოდიში და დღესვე არის ხსენება ჩვენი ტაძრის წმინდანის ექვთიმე კერესელიძის აღსარებელის და რა თქვენ გონიათ ის რომ მალავდა ამ 4000 საგალობელს რკინის სკივრში არც ერთხელ არ უკითხიათ მისთვის წითელ კომისრებს სად არის დამალულიო არ გაქვს თუ არა და იგივე გრიგოლ ფერაძე მანამდე ჰიტლერის კომისიას რო ეუბნება რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი განძი არაფერი არ არის ფასეულობით თქვენთვისო რის გამოც მას კონცლაგერში ჩასვავენ მე ატყუილს არ ამბობს მაგ დროს ერთი გამოფენა ექვთიმეს გაატარებინა გამოფენა მარტო გაატარებინა ექვთიმე ვერ გაიგებდა ომის ამიტომ ამის თქმა ბოდიში ამნესულ ლაპარაკობ ძალიან მაგრამ ამ ემოციურობასაც რაღაც ფასი აქვს ამ კითხვა-პასუხში მე მგონია რომ ძალიან ლოგიკურია სიწმინდე რა ბოლომდე ლოგიკურია ანუ შენ თუ ჩაყვები ყველაფერზე აბრაამთანაც პასუხი გაქვს და იკაც ერთი კითხვა მქონდა ბოდიში არ მახსოვს და არ ვიცი თქვენ ახსენეთ ახალ აღთქმაში ლეღვის ხის გახმობა და მე სწორად მახსოვს რომ მას არათუ ამ ხეს არათუ არაფერი არ დაუშავებია არამედ ნაყოფი არ ქონდა არა მწიფობის ჟამს უბრალოდ არც უნდა ქონოდა ეს ნაყოფი ჟამი არ იყო ეს წერია ერთადერთ מחარებელს აბსოლუტურად გეთახმები წერია ეს ამაგაშიც არ ქონდა ბრალე რა ლეღვის მწიფობის ჟამიც კი არის ხო მაგრამ მანდლევან ერთადერთი რამე აქვს ყველა მამა მაგას ამბობს მაცხოვარმა ეს უჟამობა კი არ გამოიყენა მიზეზად არამედ ეს უჟამობა დაანახა თავის მოციქულებს რომ ეს უჟამობა არ არის მიზეზი ამ ლეღვის ხის შინაგანი თვისება უნდა ყოფილიყო უკვე ეს უნდა ყოფილიყო იმიტომ კი არ არის დრო არ არის არა დრო რომც იყოს უნდა ყოფილიყო იქნება აი კიდე ბოლომდე ლოგიკური პასუხი ანუ მაცხოვარმა იცის რომ ჟამზეც უნდა ყოფილიყო იქნება ეს ხელა მას აუცილებლად ის იმ მომენტში ამ მოციქულებს ეუბნება ამას სწორედ რომ თქვენ ახლა ამის უნდა ყოფილობას უყურებთ და ამის უნდა ყოფილობას განსაზღვრავთ რომ დრო არ არის და იმიტომ არ აქვს ნაყოფი მაგრამ ამის უნდა ყოფილობა შინაგან უნდა ყოფილობაშია მოაზრებული დრო რომც იყოს მაინც უნდა ყოფილიყო იქნება გისვათად იგი ბოდიში გითხოს ზურას კითხვას დაუბრუნდები ოღონდ ჩემ მოსაზრებას უფრო დავაფიქსირებ და თუ სწორია თუ არა ჩემი მოსაზრება ბარემ წავიდეთ იმიტომ რომ შემდეგ რო გავაგზავნოთ მე ეს შემდეგ იმაზე არ მინდა ეს თემა გადავწევ და ბარემ ბოლომდე გავიაროთ ეს თემა ანუ მეც ანალოგიურად როცა აი ამ ყველაფერს ვისმენდი ყოველთვის მიჩნდებოდა ისეთი კითხვა ანუ ეს ხალხი რომელიც მართლა რაღაც ცოდვილები უნდა რაღაც ისეთ ნაბიჯებს და ქმედებებს გამდენ რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან მართებული არ არის ჩვენ უყურებთ ამ ყველაფერს უკვე ქრისტეს მოსვლის კრიტერიუმი რომ ასე ანუ ეგ ჩვენ ხო უნდა ისე გავიგოთ რომ ეს ის პერიოდია როდესაც მრავალი ღმერთი და მრავალ კერთაყვანისმლობა იყო და ქალაქებში მარტო ერთი ლოთი იყო რომელმაც მიხვდა რომ ის ცხოვრების წესი რომელსაც ეს თუნდაც სოდომში და გომორში როგორც ეწეოდნენ
ის არ იყო მართებული. კი ბატონო. და ჩვენ ისე ხო უნდა გავიგოთ, რომ კი ისინი შეიძლება იყვნენ ჩვენი დღევანდელი ანუ ქრისტეს გადმოსახედიდან რაღაცაში ცოდვილები, მაგრამ ისინი ამ სრულყოფილებისკენ მიდიოდნენ. ანუ ლოთის მერე გარემოსთან ამ ეპოქის შვილები არიან, ამ ეპოქის შვილები არიან. კი, ანუ ამ ეპოქაში, როცა სოდომი და გომორი მთელი ქალაქი იქცევა ასე, ამ ქალაქიდან მარტო ლოთი როცა ხვდება, რომ ასე არ შეიძლება ცხოვრება, ლოთიდან მერე მოდის ისააკი, მერე მოდის ლოთიდან ისააკი არ მოდის, მაგრამ გასაგებია. იმა სოციუმში არის წინ გადადგმული ნავი. კი, ცალსახა. თავისთავად წინ გადადგმული კი არა, გიგანტური ნავი. ბოლოს მივდივართ ქრისტამდე. ანუ აი სრულყოფილებისკენ მიდის ეს კლიიანად, არა? ანუ ხო სწორ დასკვნას. კი ბატონო, კი, ასე უნდა ბრძანოთ. სახელ შემახსენებოდი. გიორგი ძმაო, მოყვები და სწორედ ამაშია საქმე, ზურამაც სწორედ თქვა, წინ გადადგმული კი არა, გიგანტურად წინ გადადგმული ნაბიჯები, ახლა სად ლოთი და აბრაამი და სად სოდომელების ისა, ხო? სად ნოე და სად მისი ეპოქის ისა, ხო? ანუ ჩვენ საუბრობთ სწორედ ამაზე, რომ ღმერთმა რო თქვა, აი ნახეთ რა საინტერესოა, ღმერთმა თქვა, რომ ამას თავს გაუსჭეჭყავმე. ამას თავი გაეჭეჭყება და გაეჭეჭყა ადამი და ევა შვილებში. აი შვილიშვილებში. რა აუცილებელი იყო ეს საუკუნეები და ათასწლეულების სიარული, სადვე იქვე წარღუნამდე გამოესყიდა კაცობრიობა. მაგრამ ნახდება, იცი ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, საღვთო მოქმედება ყოველთვის გულისხმობს სამართლიანობას. და სამართლიანობა იგულებოდა იმაში, რომ ღმერთი რო განკაცდეს საჭიროა მისი ჭურჭელი იყოს მზად და მისი ჭურჭელი მზად იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უნდა იყოს მზად. ეს არის ყოვლადწმინდა დედოფალი. ნახე, მიაქცია ყურადღება ძალიან საინტერესო მომენტი, რომ აი ამ მომენტამდე სწორედ უნდა გაძლოს კაცობრიობა, უნდა გაძლოს, სანამ აი ეს საოცრება მოევლინება ამ ქვეყანაზე, ხალწული როს ქვია და ჩვენი დედოფალი რო ქვია. ამ სასწაულამდე, სასწაულებრივად უნდა გაძლოს კაცობრიობა. ჩვენ ნახეთ გახსოვთ რაზე ვისაუბრეთ, რატო დაუშვა ინცესტი ღმერთმა. ეფრემასური რაზე საუბრობს, რომ იცოდა დაცემულმა ძალამ, რომ წმინდა ღმერთი და ასეთ ციბინძურეს არ მიიღებდა და-ძმა შორის ურთიერთობა რაც არის. და რა არის? ისი გათქვა ქონდა დაცემულ ძალას. ადამი და ევა ცოლ-ქმარია, კარგი შვილები ეყოლებათ, მაგრამ შვილებს უკვე ღმერთი არ დაუშვებს და-ძმა შორის თანაცხოვრებას. რა მოხდება? მოკვდება ადამი, მოკვდება ევა, მოკვდებიან მისი შვილები, კაცობრიობა გაწყდება და ყველაფერი ეს იქნება მისი. ინცესტს რატო უშვებს ღმერთი? იმიტომ კი ინცესტი კარგია. არა, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ეშმაკს არ უნდა დარჩეს. ქმნილება ღვთისა, ღმერთმა შექმნა ეს. და ამიტომ ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს. ამ ხაზში გვეყოლება დავით გაბსალული. ამ ხაზში გვეყოლება ყავს აბრაამი. ამ ხაზში გვეყოლება რეგვენი რობოამი, სულიად რეგვენი საიდან მოვიდა ამ ქვეყანამ გაუგებარია. ამ ხაზში გვეყოლება პირწავარდილი წარმართი მანასე. ყველა გვეყოლება და წმინდა მამები ამბობენ, არავინ არ ითაკილაო ღმერთმა თავის გენეალოგიაში იმისათვის, რომ ბოლოს ჩვენთვის მოსულიყო. ანუ ხაზი არის ძალიან თქო ყურადღება მიაქცევთ. აი ძალიან კარგად გაიგეთ რა. ჩვენ არ ვსწავლობთ. აი ისრაელზე რო ვიტყვით. ჩვენ პოლიტიკურ ისრაელზე დაუძრავთ სიტყვას, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ ისრაელზე არ ვისაუბრობთ. ეს არის ეკლესიის ისტორია. ნუ იტყვით თქვენ, ეს ცოტა მერე უნდა მეთქვა, მაგრამ კარგი ახლა ვიტყვი. ნუ იტყვით თქვენ, რომ ეკლესია დაარსდა მაცხოვრის ამაღლებიდან, რა ქვია, მე-10 დღეს, ანუ მაცხოვრის აღდგომიდან 50 დღეს. ეს არის ტყუილი. ეკლესია არ დაარსებულა ნამდვილად მაცხოვრის აღდგომიდან 50 დღეს. მაცხოვრის აღდგომიდან 50 დღეს დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია. თორე ეკლესია თავის საწყისს იწყებს ადამი და ევასგან და სეციური იერარქიიდან. ეს გრძელდება მამამთავრებში, მამამთავრების ეკლესია გრძელდება ძველი აღთქმის ეკლესიაში, ძველი აღთქმის ეკლესია გრძელდება ახალი აღთქმის ეკლესიაში და ახალი აღთქმის ეკლესია გაგრძელდება სეციური იერუსალიმში. ეს ერთი ეკლესიაა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ბიბლიაზე, სიდამდვილეში ვსაუბრობთ ეკლესიის ისტორიას. ანუ საუბრობთ არა იმაზე, სიტყვა უბრალოდ მე ჩვენ მოგვიწევს საუბარი პოლიტიკური სელზე, იმდენად რამდენადაც დროის თავისებურებიდან გამომდინარე, ქრისტემდე ეკლესიის საზღვრები ემთხვევა პოლიტიკურ საზღვრებს და ნაციონალური ეთნოსის ერთეული ეკლესიური ერთეულს წარმოადგენს დროის თავისებურებიდან გამომდინარე. ანუ სინამდვილეში მე იმაზე კი არ ვსაუბრობ. აბრაამს, ისააკი შეეძინა, სარა ბერწი იყო. მე ვსაუბრობ ეკლესიის ისტორიის იმ მონაკვეთზე, როდესაც აბრაამი არის მამამთავარი. ეს
მე მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ამ ხაზიდან რომ გამოვიტანოთ ეს. დიახ და მე ერთი დათქმა მინდოდა აუცილებლად გამიზღერებინა, რომ არის კიდევ ერთი ხიფათი ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენი დისკუსიისა, რომ არ აღვიქვათ ან ხსენელმა არ აღიქვას ეს ყველაფერი ფუჭი პროგრესიზმის დროშის ქვეშ, რომ იყო რაღაცა და ბიოცივილიზაცია მიდიოდა ქრისტესკენ, ანუ იყო პროგრესი და მაგ ლოგიკით ვიღაცამ შეიძლება დააყოლოს, რომ აწიც გველის წინ პროგრესი. აქ ლაპარაკი არის იმაზე სწორედ, რომ პირველადი საღვთო ცოდნა, რომელიც ადამიანს ჰქონდა უფლისაგან, იკარგებოდა, ხდებოდა დაცილება ამ ცოდნისგან და აი იმ კარგვის პერიოდში ის რასაც ვთქვათ ტრადიციონალისტები ეძახიან პირველად ცოდნას, მერე პროფანიკულ ცივილიზაციას. აი ამ კარგვის პერიოდში ქრისტეს მოსვლამდე ხო აი ამ დროის მონაკვეთს ქვია წმინდანების ძიების პერიოდი, ანუ შენ ყავს წმინდანები, ვინც უკან მიდიან, აი ამ პირველად წყაროსთან. და მერე უკვე სისრულე საღვთო სიტყვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა უკვე ზიარებასთან ერთად, ხო? ჩვენც ახლა ვცილდებით საუკუნეები გადის, ვცილდებით ქრისტესაგან მოცემულ საღვთო სისრულეს, მაგრამ ვუერთდებით მას უკან ევქარისტიაში და ზიარებით გვეძლევა საშუალება, ანუ როდესაც მაგალითად ჩვენ ზეიმობთ აღდგომის დღესასწაულს, სიმბოლურად კი არ აღნიშნავთ მას, ჩვენ ვუერთდებით ისტორიულ ფაქტს ნიშნავდა ერთობაში თავისთავად შევდივართ იმ ერთადერთ აღდგომაში, შობაში წეგრეა და თავისთავად ევქარისტია ამას ყველა დღესასწაულში. უბრალოდ ლემა შენი სიტყვაც იმის დავასრულოთ, ეს აუცილებლად თქვა. პროგრესის სახიფათო კონცეფტია რა. ხო არა, ქრისტიანული პერსპექტივით, ამ ქვეყნიური ქრისტიანული პერსპექტივა არის რა, ეს ქვეყანა ანტიქრისტიანობის. ანუ პერსპექტივაში ჩვენ არ გვაქვს დადებითი პერსპექტივაში გვაქვს უარყოფითი. მაგის თქმა მინდა. მაგრამ პერსპექტივა დადებითი არის სწორედ ქრისტესთან ერთობაში, არა ამ ქვეყნიურ გაკეთილშობილებაში, არამედ ჩემს გაკეთილშობილებაში ქრისტეში. ანუ მე ამ ქვეყნად 64-ს ვერ დავამყარებ, მაგრამ ჯოჯოხეთის დამყარებას შეუშლი ხელს. აი ეს პრობლემა. არის მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა.